ნებისმიერ რამე დაასახელეთ კოსმოსზე და აიხსნება ღმერთის გარეშე. თუ ღმერთი არსებობს და თუ ის არის ზე პიროვნება და მით უმეტეს კეთილი პიროვნება, რატომ უშვებს ამდენ ბოროტებას, რატომ იტანჯება ამდენი ადამიანი? თვითონ პრეტენზია რატომ არის ბოროტება, წინასწარ მოიაზრებს რომ უკეთეს ელოდი. და უკეთეს იმიტომ ელოდი, რომ უკვე წინასწარ მოიაზრებ რომ ვიღაცა სრულყოფილმა შექმნა და არ ელოდი რომ ესე ცუდია. არსებობს თუ არა ღმერთი? რა მტკიცებულებები არსებობს ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად? ამაზე ვისაუბრებთ დღეს. სტუმრად ყავს მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის პასტორი გია ბახტაძე და ფილოსოფოსი ბაქარ ქავთარაძე. ღმერთის არსებობის საკითხი აბრაამეულ რელიგიებში აქედან რომ დავიწყოთ ბაქარ, როგორ არის წარმოჩენილი ნატურალური გამოცხადების თეოლოგია აბრაამეულ რელიგიებში, მაგალითად იუდაიზმში, ქრისტიანობაში და ისლამში, ხო აბრაამეული ეს სამი რელიგია. მოგესალმებ ლაშა, მადლობა დაბადიჟებისთვის და მოდი დავიწყოთ აბა ესე იგი ღმერთის არსებობის საკითხი როგორ არის აბრაამისტურ რელიგიებში, ხო? მოდი მოკლედ ვთქვათ, რომ აბრაამისტურ რელიგიებში გულისხმება იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, მონოთეისტური რელიგიები. სამივე საერთიანებს ის, რომ ერთი ღმერთის რწმენა, რომელიც არის პიროვნება, შექმნა სამყარო და განაგებს და რაღაც ფორმით განაცხადა მისი თავი. ამ სამ რელიგიას შორის არის ფუნდამენტური განსხვავება და მსგავსები. მაგალითად, განსხვავება ხო, სამების კონცეფცია მარტო ქრისტიანობაშია, იუდაიზმში და ისლამში ღმერთი პიროვნულადაც ერთია და კიდე სხვა განსხვავებები. მაგრამ ეხლა საერთო რა არის? სამივე ეფუძნება არა ადამიანური კვლევაძიებით მიღებულ შედეგებს, არამედ სამივე ამბობს, რომ მე ასე ვთქვათ, ვეფუძნები ღმერთის განსაკუთრების special revelation, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული გამოცხადება. განსაკუთრებულ გამოცხადებაში ზოგადად იგულისხმება ღმერთის ჩარევა ისტორიაში აშკარად ხილულად და ადამიანისთვის გაცხადება მისი ნების. ეხლა წყაროები ვიცით ხო, ეს ძველი იუდაიზმის წყაროები, ქრისტიანობის წყაროები, ძველი და ახალი აღთქმა, თორა და ყურანი. ანუ სამივე არის ღმერთის სიტყვა. კი იქაც არის განსხვავება, მაგალითად მუჰამედს ყურანი არ დაუწერია, ხო? იქადაგან მერე ჩაიწერეს და გარკვეული რედაქცია შენარჩუნდა და სხვები განადგურდა სიტყვაზე. მაგრამ მოდი ახლა კონკრეტულ საკითხს მივუბრუნდეთ ნატურალ ხაზი გაუსვათ, რომ არც იესო ქრისტეს დაუწერია, არც ერთი წიგნი. და შემდეგ მოხდა მისი ჩაწერა. კიდე მაგალითად მაგასთან მიმართებაში ის საკითხია, როცა ჩაწერა მოხდა, რაც ჩაიწერა იმათ შორის მანძილი რამდენია. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი მაგალითად და მაგაში ქრისტიანობა საკმაოდ უპირატესობაშია. მაგრამ მოდი მაგას თავი გავანებოთ, ჩვენი საკითხი რაც არის ნატურალური თეოლოგია. მოდი ჯერ განვარტოთ, ხო, ანუ არის ორი მიმართულება სამივე რელიგიაში: გამოცხადების თეოლოგია და ნატურალური თეოლოგია. თვითონ სიტყვები გვეუბნება, ხო, თეოლოგია არის ღმერთის შესახებ საუბარი, ხო, თეოს არის ღმერთი. გამოცხადების თეოლოგია ღმერთზე საუბრობს იმაზე დაკმობით, რაც თვითონ ღმერთმა განაცხადა. მოხდა ჩაწერა და ხდება რა თქმა უნდა მისი ყოველთვის ჰერმენევტიკა განმარტება. ხოლო ნატურალური იმიტომ ქვია, ხო, ნატურალური ტერმინში იდება ორი შინაარსი. nature ბუნება და ნატურალური, ანუ ჩვენი ბუნებრივი უნარები. ანუ რას ნიშნავს? ღმერთზე საუბარი ბუნებაზე დაკვირვების და ჩვენი ბუნებრივი უნარების მიხედვით, ანუ ბუნებრიობის ფარგლებში. ანუ ღმერთზე ისე საუბრობ, რომ თვითონ საუბრის დასაყრდენად არ შემოგაქვს ზებუნებრივი. მაგალითად, მე ნატურალურ თეოლოგიას როცა ვახორციელებ, არ ვამბობ, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა, იმიტომ რომ ღმერთი გამომეცხადა და მითხრა, ან დამესიზმრა. არა, მე ვამბობ, რომ მაგალითად ასეთ მრავალფეროვან სამყაროს ყოვლის შემძლეზე ნაკლები მიზეზი ვერ შექმნიდა. ესა ბუნებრიობის ფარგლებში. ეხლა როგორ არის სამივე პავლე ამახვილებს რომელთა წელში, ხო? კი, აი მაგასაც ვიტყვი და მე შენც თუ გინდა შენებული კომენტარი დაურთე. ეხლა როგორ არის სამივე რელიგიაში? ესე იგი, ეხლა რა თქმა უნდა დიდი თემაა და მოდი ყველა ძირითადებს ვიტყავ და მე დაგითხოვთ თქვენ. მე ავიღებ სამივე რელიგიის უდიდეს წარმომადგენლებს და გაჩვენებთ, რომ ისინი არ უარყოფდნენ ნატურალურ თეოლოგიას. მოდი, რადგან ისტორიულად ჯერ იუდაიზმი იყო, დავიწყოთ იუდაიზმით. არსებობდა ესეთი ფილოსოფოსი მოსე მაიმონიდი მე-12 საუკუნეში, ის არის იუდაიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. მანაც შეაჯამა იუდაიზმის მრწამს და მას აქვს ესეთ ნაშრომი გზააბნეულთა მეგზური. და იქ მაგალითად ის აღიარებს ნატურალურ თეოლოგიას როგორ ეხა პირდაპირ მოყავს არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. კერძოდ არისტოტელეს არგუმენტი მოძრაობიდან. ანუ იუდაიზმის საუკეთესო წარმომადგენელი არ ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეიძლება მხოლოდ ღვთაებრივი გამოცხადებით ან მხოლოდ რწმენით. ანუ ფიდეიზმი უარყო. ეს არის რაციონალიზმი. გადავიდეთ ქრისტიანობაში. ქრისტიანობაში სამივე კონფესიის საუკეთესო წარმომადგენლებს ვიტყვი. ეს არის იოანე დამასკელი აღმოსავლური ეკლესიიდან, ცოდნის წყაროს მესამე ნაწილში მოყავს
გამოკვეთილად ორი ფილოსოფიური არგუმენტი და მე ვიტყვი იმ არგუმენტებს კოსმოლოგიური არგუმენტი ცვლილებიდან და კოსმოსში არსებული წესრიგიდან. კათოლიციზმიდან თომა აქვინერი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, თეოლოგიის შეჯამება წარმართა წინააღმდეგში, თეოლოგიის კომპენდიუმში ცხადად ამბობს, რომ ღმერთის არსებობა შეიძლება დასაბუთდეს ფილოსოფიურად. ის იყენებს ესეთ ტერმინს, ღმერთის არსებობა შეიძლება დასაბუთდეს ადამიანის გონების ბუნებრივი სინათლით. აი ეს ვატიკანის პირველ კრებაშიც კი არის ეს ტერმინი, ეს ძალიან გამოხატავს და პროტესტანტიზმიდან, აი მაგალითად მარტინ ლუთერი კი ჩვენ თქვით, რომ ფილოსოფიისადმი ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, მას თავის ხაზი ჰქონდა, მაგრამ პირდაპირ ნაშრომს ვიტყვი, ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ორიგინალები უნდა ვიცოდეთ. სწორედ პავლე მოციქულის და მე ვიტყვი პავლეზე ორ სიტყვას, რომელთა მიმართ წერილის კომენტარი არის მისი ნაშრომი. თქვენ თუ იქ ნახავთ, ანუ რას ამბობს ლუთერი? ადამიანს აქვს ღმერთის შესახებ ორი ცოდნა, ზოგადი და კონკრეტული. ზოგადში მას გაყავს ის ცოდნა, რომ არსებობს ღმერთი, მან შექმნა სამყარო, ის არის ყოვლად კეთილი და ისიც საინტერესოა, გაყავს ის თეზისი, რომ ის განსჯის ბოროტებს და კეთილებს. აქ გაჩერდა. ეს არის ზოგადი ცოდნა, მაგრამ კონკრეტულად ღმერთს რა სურს, ეს აღარ იცის ზოგადად ადამიანებმა. ეს მხოლოდ შეიძლება დაინახო ქრისტეში, ქრისტეს მოქმედებაში და ის ამბობს ესეთ რამეს, ქრისტე არის სარკე, რომელიც აირეკლავს ღმერთის ნებას. ანუ, ეხლა ნახეთ რა თქვა ლუთერმა. ზოგადად რომ ღმერთი არსებობს და პირდაპირ ციტატას გეუბნებით, იცის ყველა ან ბუნებაზე დაკვირვებით, ან მშობლებისგან. ამას წერს თვითონ შეგვიძლია გადავამოწმოთ. ეხლა დავაზუსტებ. ესე იგი, მარტინ ლუთერი, თომა აქვინელი და იოანე დამასკელი სამივე იმიტომ აღიარებდა ნატურალურ თეოლოგიას, რომ სამივეს აზრით ამას აღიარებდა თვითონ მათი ყველაზე ავტორიტეტული წიგნი ბიბლია და კონკრეტულად ეს პავლეს რომაელთას 1:20. ანუ გამოდის, რომ სპეციალურ გამოცხადებაში, ასე special revelation რო თქვი. და general revelation, ხო, საერთოდ. იქაც კი არის მითითება, რომ ვისაც არ ქონდა სპეციალური გამოცხადება, პავლე კერძოდ და ესე წერს, რომ ვინაიდან მისი უხილავი მარადიული ძალა ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა, ასე რომ მათ პატიება არ აქვთ. ანუ სპეციალურ გამოცხადებაშიც კი დევს საერთო გამოცხადების მნიშვნელობა და გავლენა და რეალობა იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საერთო გამოცხადებიდანაც მიხვდეს, რომ არსებობს შემოქმედი და განასხვაოს შემოქმედი ქმნილებისგან. ნუ მერე პავლე ლაპარაკობს იმ ცდომილებაზე, რომ წარმართებმა აურიეს ქმნილება შემოქმედში და აქედან არასწორი აქსიომა ჰქონდათ და მათი ცხოვრების წესიც წავიდა არასწორად. თუმცა მერე იმაზეც ლაპარაკობს, რომ იუდეველებს კი ჰქონდათ სპეციალური გამოცხადება, მაგრამ არც ისინი დაემორჩილნენ ამ გამოცხადებას და ამიტომ ყველამ შესწოდაო. გამომდინარე აქედან პავლე მოციქულის მაგნუს ოპუმ ასე შეიძლება უწოდოთ რომაელთა წერილს მის შემოქმედებაში ეს არის ყველაზე თეოლოგიურ წერილად მიჩნეული წარმოჩენილია როგორც საერთო გამოცხადება ასევე სპეციალური გამოცხადება და იმას ამბობს რომ არა აქვს მნიშვნელობა ვის რომელი ქონდა ორივე პასუხისგებელია შემოქმედის წინაშე აი ორს დავაზუსტებთ ამით გავჩერდებით და დაგითმობთ მოკლედ არა უბრალოდ ჩართვა კარგი პირიქით თავისუფლად შეგვიძლია გავაგრძელოთ ნახეთ რა ჩაერთვეთ კი მე თქვენ დაასრულეთ აი ორს დავასრულებ და პირიქით დაგითმობთ აი უბრალოდ მნიშვნელოვანი რა არის რომ ეს არ გამოგჩეს ნახეთ ესე იგი პირველი არის რომ ბიბლიაში აშკარად არის ნახეთ ანუ ბიბლიაში ხო არის თეზისები და წინადადებები ხო ჩვენ ვიცით რომ ყველა ტექსტი ექვემდებარება განმარტებას, ანუ ინტერპრეტაციას. ერთი და იგივე პასაჟი შეიძლება ორ ურთიერთგამომრიცხავი გზით გაიგო. მაგრამ არსებობს ისეთი პასაჟები, რომელიც ძალიან რთულია ურნაირად გაიგო. აშკარად წერია რაღაც ერთი. მე ვიზიარებ იმას, რომ ბიბლიაში ერთმნიშვნელოვნად არის აღიარებული ბუნებრივი გამოცხადება. ანუ ინტერპრეტაციის საშუალება რომ აქ რაღაც სხვა იგულისხმებოდა, უბრალოდ არ რჩება. ამიტომ ის თეოლოგიები, რომლებიც იყვნენ ქრისტიანები და თან უარყოფდნენ ნატურალურ თეოლოგიას, ძალიან ასე ვთქვათ, რთულ მდგომარეობაში ვარდებიან. მაგალითად, კარლ ბართი ხო ანუ აშკარად წერია რომ მაგალითად ცანი უთხრობენ ღმერთის დიდებას ხო ხიამას declares the glory of აი როგორ უნდა გაიგო ეს სხვანაირად ანუ რო თქვა რომ ცაში იგულისხმებოდა პავლე ხო აბსურდში გადახვალ ცაში აშკარად იგულისხმება სამყარო declares ნიშნავს სალმუნებიდან კი სალმუნიდან ვამბობ თან ძველი აღთქმა declares ნიშნავს განაცხადებს მიანიშნებს და ღმერთს ეს აშკარაა და მეორე მოკლედ დაზუსტება და ამ ეტაპზე გავჩერდები ჩვენ არ უნდა აგვერიოს ნახეთ რა ღმერთი რო ბუნებრივად შემეცნება, ღმერთის ბუნებრივად შემეცნება, რომ შეიძლება არგუმენტირებულად გონებით. ეს არ ნიშნავს, რომ ამით შეიმეცნებ ყველაფერს, ან ეს საკმარისია, მაგალითად თეოლოგიაში თუ გადავართ გადარჩენისთვის, აქ ლაპარაკი რაზეა. ანუ
თეოლოგები განსხვავდებოდნენ იმით, რამდენ შეიმეცნე ბუნებრივად, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და მის მიმართება გადარჩენასთან. მაგრამ როგორათაც ბუნდოვანად არ უნდა შეიმეცნო, როგორათაც ცოტა ფაქტი რჩება, რომ მაინც შეიმეცნებ. ანუ ის რომ ეს შემეცნება გადარჩენაში არ დაგეხმარება, ეს არ უარყოფს იმას, რომ ამიტომ ვერ შეიმეცნებ. აი ეს ყოველთვის უნდა გავყოთ. და ისევ თეოლოგები განსხვავდებოდნენ იმით, ბუნებრივად შემეცნების არეალში რა საკითხები შექონდათ. ანუ რადონის ლიმიტს უწესებდნენ ზოგად გამოცხადებას. აი ამ შემთხვევაში გავჩერდები, თქვენ დაგითმობთ და მე შემოვალ. ხო, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. აქ მე დავეთანხმები ბაქარს, რა თქმა უნდა, ზოგადში ძალიან საკმაოდ ბევრი ადგილია, სადაც ირიბად თუ პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ შექმნილი სამყარო ირეკლავს ღმერთის დიდებას, მეტყველებს შემოქმედზე და ამაზე მე მგონი დავა ზედმეტია, ნამდვილად. ასე ახალი აღთქმას ასეა. როდ ერთმანეთს დავამატებდი, რაც შეეხება ამ ზოგად გამოცხადებას, გარდა აი ამ სამყაროსი, ასევე სინდისი, რომელიც სუბიექტური ასპექტი, ხო? პიროვნული სუბიექტური შინაგანი ასპექტი. გარდა ამ გარე ასპექტის, გარე ფიზიკური სამყაროს, ეს არის სინდისი, რომელიც ჩვენში არის. შემდეგ ცოტა მოგვიანებით ჩვენ ვისაუბრებთ მორალურ არგუმენტზე, ზნეობის საფუძველზე საერთოდ ადამიანისთვის, კაცობრიობის ცივილიზაციისთვის, როგორც არგუმენტი ღმერთის არსებობის შესახებ, ხო? და ეს სინდისის საკითხი ცნება, ხო, მე მგონი დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად კულტურისა, განურჩევლად განვითარებისა, საზოგადოებისა სინდისი გააჩნია ადამიანს და არის რაღაცეები, რაც შინაგან შეგრძნებას გაძლევს, სწორისა თუ არასწორის. რატომ არის ეს მისაღები, რატომ არის ეს მიუღებელი კოლექტიურ დონეზეც და პიროვნულ, ინდივიდუალურ დონეზეც, ხო, პიროვნულ დონეზე. ხო, ასე რომ ეს ერთ-ერთი შეიძლება ითქვას, მაგრამ ამაშიც დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის ეს. რა თქმა უნდა, ეს პირველი ნაბიჯია შეიძლება ითქვას, საბავშვო პერიოდი, ასე ვთქვათ, ხო, ადამიანის შეიძლება ითქვას ძიების, ფიქრების, მაგრამ ეს სუბიექტური, ეს ვიწრო გამოცხადება საჭიროა იმისთვის, რომ დასკონა, რომელიც გამომდინარეობს დაკვირვებისგან და მეცნიერები ამ ასეთ დასკვნებამდე მიდიოდნენ, ხო? საოცარი ჰარმონია ამ სამყაროში, საოცარი დახვეწილობა, fine tuning, ეგრეთ წოდებული, ხო? წარმოუდგენელი დახვეწილობა, წარმოუდგენელი ურთიერთკავშირია მთელ სამყაროში. მიზანი და ჩვენ ამას ყველაფერში ვხედავთ. სირთულეს ყველაფერში ვხედავთ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მაინც. და აქ გვჭირდება ჩვენ უკვე ეგზისტენციური ნახტომი, ნაბიჯი, შემდეგი, რომელსაც აი შეხვედრას ვეძახი მე, encounter, ხო, შეხვედრა. გვჭირდება გაცნობის ასპექტი. და აქ უკვე ამ სამი რელიგია ახსენეთ, ხო, აქ უკვე ჩვენ, ყველა გვეტყვის გარკვეულ თავის განაცხადი აქვს ყველა სამ რელიგიას. და მაგრამ ყოველ შემთხვევაში დახსნისთვის ეს არ არის საკმარისი და აქ გვჭირდება ჩვენ უკვე შეხვედრა, პირადი გამოცხადება უკვე ღმერთის მიერი, რომელიც ფიზიკური სამყარო როგორც ასეთი არ შეიცავს, იმის სისავსეს, ხო? საუბრობთ ჩვენ ღმერთის არსებობის არგუმენტებზე, ხო? არსებობს თქო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩემის აზრით აი ამ სამი არგუმენტის, რომელთა შორისაც კოსმოლოგიური და თელეოლოგიური ჩემთვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია რაციონალური თვალსაზრისით, მაგრამ ამის გარდა ონტოლოგიური უფრო თეორიულია რა, აპრიორი არგუმენტია. ეს არ არის ემპირიული, სწორი გაგებით ემპირიული, იმიტომ რომ არც ერთი არ არის ემპირიული პირდაპირ მათემატიკური გაგებით რა, მაგრამ ხო, მორალური არგუმენტი. ადამიანი რჩება მარტო, ხო, ჩვენ დეიზმიდან გადავახდით ლოგიკურ ნატურალიზმზე, ფაქტობრივად. ეს ძალიან ბუნებრივი იყო, ლოგიკური იყო. მაშინ რა ადგენს, ვინ ადგენს? Who said so? თუ რა არის, ვინ თქვა, რომ ეს არის სწორი, ეს არ არის სწორი. ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. ეს არის მისაღები და ეს არის მიუღებელი. ევროპაში ხდება ეს თანაც, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, ეს ხდება ევროპაში, რომელიც დასავლური ცივილიზაცია დგას იუდეო-ქრისტიანულ ბიბლიურ ფასეულობებზე, მაგრამ თან გადაუხვია, თან დაემშვიდობა ღმერთს. დაემშვიდობა საფუძვლებს, ხო? საფუძვლებს დაემშვიდობა ფასეულობების
სოფხედველობითი, ფილოსოფიური, მაგრამ რაღაცნაირად ეხლა უნდა იმოძრაოს. შემდეგ რა? ჩვენ მორალური არგუმენტი ღმერთის არსებობისა, რა არის ამის არსი? იმაშია ზუსტად რომ თუ დავემშვიდობეთ ღმერთს, თუ ღმერთი არ არის, თუ ფიზიკური და მატერიალური არის ყველაფერი რაც არის და მეტი იმისიქეთ არაფერი არ არის, მაშინ საფუძველი ობიექტური მორალისა არ არსებობს. ვინ ადგენს მაშინ ობიექტურ მორალს? რატომ არის გენოციდი ცუდი? რატომ არის შოვინიზმი, ნაციზმი, მოუთმენლობა სხვადასხვა სახით მიუღებელი და არასწორი? რატომ არ უნდა დაუშვათ? ან უნდა დაუშვათ ევთანაზია და აბორტები, ხო? რატომ არის ადამიანის სიცოცხლე ფასეული? განურჩევლად იმისა, რა ეროვნებისა, რა ენაზე ლაპარაკობს, ინვალიდია თუ არა, ანუ შეზღუდული უნარები აქვს თუ არა, არ ვიცი, ტკივილებს განიცდის და წამლები არ შველის და უნდა დაახმაროთ და დაემშვიდობოს სიცოცხლეს. უამრავი საკითხია, ეთიკური, მორალური, ზნეობრივი ფუნდამენტი იშლება, თუ ღმერთი არ არის. სუბიექტური ხდება, რჩება მორალი. ამიტომაც დოსტოევსკის თქმის არ იყოს ივანის კარამაზოვის, ძმები კარამაზოვების მსჯელობიდან გამომდინარე ცნობილი ფრაზა თუ ღმერთია, если Бога нет, то всё позволено. თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დაშვებულია, დასაშვებია. მაშინ არ არის არანაირი ჩარჩო და საფუძველი მორალისა. და ჩემი საზრით ერთ-ერთი უძლიერესი არგუმენტია იმისა, რომ უნდა არსებობდეს ღმერთი, უნდა იყოს ზნეობრივი, საერთო ობიექტური მორალის საფუძველი. საწყისი, აბსოლუტურად, კი. და როდესაც ძალიან საშიში ხდება, როდესაც ადამიანი რჩება მარტო სამყაროში. სამყაროში, რომელშიც არ არის ღმერთი, შენ მარტო ხარ. კითხვას უნდა უპასუხო, რამოდენიმე ეგზისტენციურ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ კითხვას. რა კითხვებს სვავს ფილოსოფია, ხო? საიდან გავჩნდი? ვინ ვარ მე, ადამიანი? რა მიზნით გავჩნდი აქ სოფლიოში? შემთხვევითობა ვარ, პროდუქტი შემთხვევითობის რაღაც ფიზიკური კანონების რაღაც მსვლელობის შედეგად შემთხვევით გავჩნდი. რამე ფასეულობას თუ წარმოვადგენ და რა არის აზრი ჩემი ცხოვრების და რა ხდება იმის იქით? ფიზიკური სიცოცხლის იქით. ამ კითხვებში ჩვენ ჩავიკეტეთ თუ ღმერთი არ არის და დავრჩით მარტონი. ამიტომაც ჩნდება ეგზისტენციალიზმი, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა. აქაც არის თეისტური და არის ათეისტური ეგზისტენციალიზმი. და აქ უკვე სავსებით ლოგიკურია მაშინ. და დავეთანხმები და მე შემიძლია ადამიანურად დავეთანხმო მაშინ კამიუს ან სარტრს, რომლებიც ამბობენ, რომ გულის ამრევია სიცოცხლე. ლაპარაკობენ არსებობაზე, გულის ამრევ არსებობაზე თუ ღმერთი არ არის. და მაშინ აზრიც არ არის და მაშინ რა არის ლოგიკური დასვნა? შენ თვითონ უნდა შექმნა აზრი ცხოვრების. შენ თვითონ რაღაცნაირად რაღაცაში სადღაც უნდა შექმნა, უნდა იპოვო, უნდა ქმნა. იქ უნდა იპოვო ეს აზრი სიცოცხლის ცხოვრების, მაგრამ მაინც რჩები цаრიელი, მაინც რჩები გულგატეხილი, მაინც რჩები დამსხვრეული. რატო? იმიტომ რომ შინაგანი მოთხოვნა ადამიანს აქვს ბევრად მეტის და მაღალის ფიზიკურ სამყაროზე. ფიზიკური სამყაროს ფარგლებს გარე ილტვის ადამიანის სული და გული. ვერ უარყოფს ამას ადამიანი. ადამიანის ძიება ღმერთისა. მოდი, თუნდაც ღმერთი სიტყვა რომ არ თქვათ, ზეციური, სულიერის და ღმერთის. ხო? თვითონ ეს ძიება ყველა კულტურაში და ყველა დროში ფაქტობრივად სხვადასხვანაირად გამოხატული, რაციონალური, მაღალი, პრიმიტიული, მარტივი თავისთავად არის არგუმენტი იმისა, რომ ადამიანი რაღაცისთვის უფრო მაღალისთვის არის შექმნილი. რომ არა ეს ძიებას ადგილი არ ექნებოდა, ადამიანი უკმაყოფილი იქნებოდა. საიდან უკმაყოფილება ჩვენი შინაგანი? თუ ღმერთი არ არის და თუ ღმერთთან კავშირისთვის არ ვარ შექმნილი. მე კითხავს ვსვავ როგორც ადამიანი, როგორც ქრისტიანი, ხო? თუ ყველაფერი წესრიგშია, თუ ეს არის ამის ფარგლებს გარეთ არაფერი არ არის, მაშინ მე ყველანაირად როგორც ადამიანს გაჩენილს
ევოლუციის პროდუქტს ამ შემთხვევაში ალბათ უნდა მაკმაყოფილებდეს ჩემს ყველა მოთხოვნილებას ეს ჩარჩო ჩაკეტილი სამყარო ეს ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს ხო დამეთანხმებით მაშინ კითხვა არც უნდა იბადებოდეს არც რაციონალურ დონეზე არც შინაგანად ემოციურ დონეზე თუნდაც აღქმის რომ რაღაცა მაკლია რატომ მაკლია რაღაცა თუ მხოლოდ ეს არის რაც არის ხო ამიტომ არსებობს ეს რაციონალური არგუმენტაცია და მე სასწრებით გეთანხმებით რომ ერთ-ერთი რომ რწმენა ჩვენ საუბარში ეს გამოიხატა არაერთხელ რწმენა და მეცნიერება ურთიერთ და რაციონალური მიდგომა ზოგადად შესწავლა ხო გამოკვლევა ურთიერთ საწინააღმდეგო არ არის აბსოლუტურად არის უამრავი ჩვენ შეიძლება მათემატიკურად არ დავამტკიცოთ მაგრამ უამრავი რაციონალური ინტელექტუალური არგუმენტი არსებობს იმისა რომ უფრო საზრიანია და უფრო ლოგიკურია რომ გწამდეს შემოქმედის ღმერთის ვიდრე არა სხვა შემთხვევაში უფრო მეტად ალოგიკურია ხო და ამ რაციონალურის გარდა ასევე აი ეს ეგზისტენციური, ანთროპოლოგიური, ეგზისტენციური პიროვნული არგუმენტები რაც წავთქვით ხო მორალური და ეს ეგზისტენციური ხო თუ რაღაცა მაკლია თუ არის გარკვეული სიცარიელე და ძიება ეს ნიშნავს რომ რაღაცა მეტი არსებობს რა არის ადამიანი ვინც ამბობს არაფერი არ მაკლია რა უყოთ კი არიან ეს სირთულეც არის გეთანხმები რაც მაგარად თქმა უნდა ძირითადად თეისტური მსოფლმხედველობისაც გვაქვს მაგ ლოგიკას ვეთანხმებით მაგრამ არის ჩვენს გარშემო ხალხი რომელიც ამბობს მე სრულიად ბედნიერი ვარ ერთის გარეშე ანდრა მაგრამ ეს ისევ მორალური ასე ვთქვათ თვითძიების საკითხია რა ეტაპზეა ადამიანი და ასე შემდეგ აი რომ მინდა რომ შევეხოთ ასევე გიამ კარგად წარმოაჩინა მორალური არგუმენტი დაპირისპირების კუთხით არა რომ შევავსოთ სამი კლასიკური არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ აი ტელეოლოგიური, კოსმოლოგიური და ონტოლოგიური. ნახეთ, აი მან ზოგად მონახას გავაკეთებ, ნახეთ ყველა ადამიანი იბადება გარკვეული გამოცდილებით, ხო, სხვადასხვა კულტურაში, ეპოქაში. ეს ახდენს ძალიან დიდ გავლენას, ასე ვთქვათ, ხედვის და აზროვნების სასტარტო მდგომარეობაზე. ამიტომ ჩვენ რო რაღაცა მსჯელობას ვანვითარებთ, არის ჩვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის ობიექტივიზაცია ამის ბევრი დონის არის შეუძლებელი. ამას რატო ვამბობ? ფილოსოფოსებიც ამბობენ, არსებობს პიროვნული პერსპექტივისგან გამომდინარე ისეთი ცოდნები, რომელიც ჭეშმარიტია, მაგრამ მე შენ ვერ დაგიმტკიცებ და ვერ გაჩვენებ, მაგრამ მაინც ჭეშმარიტია. აი ეს არ უნდა გამოგჩეს. არის ღმერთთან მიმართების ესეთი დონები, რომლებიც ამ არეალშია. ამიტომ იმას არგუმენტად ვერ გადაარქმნი. შეიძლება ის შენთვის იმაზე ძლიერია, ვიდრე ყველაზე ძლიერი ობიექტური არგუმენტი, მაგრამ იმ კონკრეტულ შენ მე ვერ მაჩვენებ. იმიტომ ქვია პიროვნული პერსპექტივა, ანუ მარტო შენ იცი. ხო არის ეგეთ რაღაცები. ეს ერთი, ახლა მეორე. თუნდაც ჩვენ ვამბობთ აი მაგალითად ადამიანს რაღაც აკლია, ამიტომ უნდა იყოს ეს. საერთოდ არგუმენტი იმას ქვია, რაც ეყრდნობა იმას, რაც ყველასთვის საერთოა. ამით ქვია არგუმენტი. ის შედგება თეზისებისგან და მისგან ან ინდუქციურად, ანუ საალბათოდ, ან უეჭველი დედუქციურად გამომდინარეობს დასკვნა. ანუ ჩვენ თუ არგუმენტებს საუბრობთ, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებს. ანუ აქ ესე ხდება ოპერირება. ეს იმას კი არ უარყოფს, რომ სხვანაირად ცოდნის მოპოვების გზები არსებობს. უბრალოდ აქ ესე არ ხდება. ეხლა შენ რომ რეფერირება ჟურნალში, ფილოსოფიურში დაწერო, რომ მე მქონდა გამოცხადება და ამიტომ ღმერთი არსებობს, შენ მართლა გქონდა, მაგრამ არ დაგიბეჭდავენ. იქ სხვათან ხომ მიხვდით. ანუ ეს არ უნდა აგვერიოს. ეხლა მოდი არგუმენტებზე ვთქვათ. ობიექტური არგუმენტი. ხო, ამიტომ თუ ასე ვჯელობთ, ნახეთ ისე აღებულია ხო ფილოსოფიაში და მეცნიერებაში. როგორ ლაშა? აი ტელეოლოგიური არგუმენტი. კი, ესენი ანუ ნახეთ არის მსჯელობის ფორმები, რომელსაც ყველა მხარე აღიარებს, რომ ეს არის არგუმენტი. მერე კამათობენ სწორია თუ არა, მაგრამ არავის არ უთქვა, რომ არგუმენტი არ არის. ანუ ამაში არის ის, რაც ობიექტურს ეყრდნობა, როგორათაც მინიმუმ ჩვენ არ ვქონთ ობიექტურს. ანუ არგუმენტი რა არის? არგუმენტი არის მსჯელობის ფორმა, როცა მას აქვს თეზისები და მისგან გამომდინარე გამოგაქვს დასკვნა. ანუ დასკვნა რა არის? დასკვნა არის თეზისი, რომელიც რაღაცას ამბობს რეალობაზე და ის თეზისები, რომლისგანაც ეს გამოიტანე დასკვნა, ამას მხარს უჭერს. აი, უფრო ძალიან ფილოსოფიურად თუ გინდათ, არგუმენტი არის, რაც თეზის ანიჭებს პოზიტიურ ეპისტემურ სტატუსს. ანუ მაგალითად, აი, ღმერთი არსებობს, არის დასკვნა. სამყაროში წესრიგი არის ევიდენცია, ანუ მონაცემი, ან თეზისი. და ის პოზიტიურს ანიჭებს, ანუ ზდის ალბათობას, რომ ეს დასკვნა სწორია.
ეს ობიექტურად, იმიტომ რომ წესრიგი რო კოსმოსშია მეტნაკლებად ყველა აღიარებს. ამიტომ ის არ ეყრდნობა პირადად ჩემ შეგრძნებას ან გამოცდილებას. და ისევ პირადი ჩემი შეგრძნება ან გამოცდილება წესრიგი ობიექტური რეალობაა. ეს უბრალოდ მაგალითის მომიყვანე არგუმენტი როგორ იგება, რომ არგუმენტი რაღაცას რო ეწოდოს, უნდა იყოს მეტნაკლებად ყველასთვის საერთო. ანუ წესრიგი ჩემთვის ხო არ არის. შენთვისაც წესრიგია. მაგრამ მე რო ვთქვა რომ მე ღმერთს შეხვდი, შეიძლება შენ არ შეხვედრი ხარ. ამიტომ მე რო მოგიყვანო არგუმენტი ღმერთის შეხვედრაზე დაყნობით, შენ ვერ მიხვდები. ეს დაახლოებით ნიშნავს ადამიანი რო შეგიყვარდეს და ვისაც არასდროს არ ყვარებია, იმას რო დაუმტკიცო რა სიყვარული. როგორ გაიგებს? ეს არის გამოცდილებისეული ცოდნა. ეს ასპექტია ღმერთს. როგორც იმ გზაზეც პაულე შეხვდა, მისი თანამგზავრები ვერ შეხვდნენ. ანუ ეს სუბიექტური ასპექტი. მე უბრალოდ ვამბობ არგუმენტებში ეს არ უნდა შემოვიტანოთ. ისევ სწორად რო გამიგოთ, არ ნიშნავს რომ რაც არ შემოგვაქვს არასწორია. უბრალოდ რო შემოხვალ დაიკარგება. ეს სხვა თამაშის, ასე ვთქვათ, არენა. ამიტომ მოდი შევეხოთ ახლა არგუმენტებს. ესე იგი, არის სამი კლასიკური არგუმენტი. ეს არის ემანუელ კანტის კატეგორიზება, ანუ დაჯგუფება. თვითონ ეს სახელებიც ემანუელ კანტმა უწოდა წმინდა გონების კრიტიკაში 1791 წელს, ხო? უბრალოდ კანტი ფიზიკურ თეოლოგიურს უწოდებდა ტელეოლოგიურს, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია. მოდი მაშინ ყველაზე ძველი არის ტელეოლოგიური და კოსმოლოგიური და ამას გავყვეთ. ესე იგი, ტელეოლოგიური არგუმენტი, ხო, თვითონ დავაკვირდეთ. ტელოს ნიშნავს მიზანს ან დასასრულს, ხოლო ლოგოს მოძღვრება. ანუ მოძღვრება დასასრულის ან მიზნის შესახებ. ტელეოლოგიური არგუმენტი არის ერთ-ერთი უძველესი არგუმენტი. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ თვით ფილოსოფიის წარმოშობამდეც კი ფიქსირდება და არსებობს სერიოზული მოსაზრება, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ არიან ბევრი რელიგიათმცოდნები და ფილოსოფოსები ამბობენ, რომ საერთოდ იდეა როგორ წარმოიშვა, რომ ღმერთი არსებობს კაცობრიობაში. ერთ-ერთი ჰიპოთეზა არის, რომ ის წესრიგს რო დააკვირდა, საერთოდ აქედან გაუჩნდა აზრი, რომ იქნებ ამის უტკან ეს ვიღაცამ იქნებ დაგეგმა. ეს მე ხარ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სწორია. უბრალოდ ეს არის ჰიპოთეზა, რომ ზოგადად ესე გაჩნდა ეს იდეა. ეს არგუმენტი მითოლოგიურ ტექსტებშიც კია, ფილოსოფიამდე. იმდენად ინტუიტიური და ბუნებრივია. უფრო ძველ ტექსტებში. კი, მაგალითად ჰომეროსის ილიადაში აქვს ამოღებული ციტატა, ზევსი არის დიზაინერი, რომელიც მართავს ყველა საგანს. აქაც არის, რომ თუ მართულია, არის მართველი. კი, ისევ ეს თემა. ეხლა რაც შეეხება ვერსიებს, არის ბევრი ვერსია ამ არგუმენტის, ყველაში ნარჩუნდება იდეა, რომ არის წესრიგი და წესრიგის მიზეზი უნდა იყოს გონიერი. მთავარი იდეა არის ეს, ანუ წესრიგი ვერ წარმოიშვებოდა დაუგეგმავად. ეხლა ტელეოლოგიური არგუმენტის ვერსიები განსხვავდებიან იმით, თუ რას გულისხმობენ წესრიგში. აი მოვიყვან რამდენიმე მაგალითად თომა აქვინელი წესრიგში გულისხმობდა მიზან მიმართულობას, რომ უინტელექტო სხეულები მიიწევენ სპეციფიკური მიზნისკენ, უინტელექტო ბუნებრივი სხეული მიზნისკენ ვერ დაიწყებს სვლას, თუ ის არ მიმართა ინტელექტუალურმა არსებამ. მოქონდა არისტოტელეს მაგალითი, ჩვენ რომ მაგალითად ტყეში რო იყო და წარმოვიდგინე ხეზე არის ნიშნული და დაინახე რომ ის არმა დაიწყო ნიშნულისკენ სწრაფვა. რომც ვერ დაინახო ვინისროლა დაასკვნა რომ არის მშვილდოსანი, რომელმაც გონიერია და ის არ მიმართა ნიშნულისკენ ისრისთვის უცნობი მიზნისკენ მიმართა მშვილდოსანმა, რომელიც აცნობიერებს ამ მიზანს. ანუ შენ ხედავ ეფექტს და ვარაუდობ მიზეზზე. აი ეს არის ეს არგუმენტი. ყველაზე ცნობილი არის უილიამ პელი, ეს იყო ქრისტიანი ნატურფილოსოფოსი მე-18 საუკუნის და მან დაწერა 1802 წელს წიგნი ნატურალური თეოლოგია და მთელი წიგნი არის ეს არგუმენტი 350 გვერდი. და სხვადასხვა ესეთი საინტერესო ფაქტს არსებობს, რომ ეს წაკითხული ქონდა ჩარლზ დარვინს ახალგაზრდას, სანამ სახეობათა წარმოშობას დაწერდა და თვითონ იყო ამ არგუმენტის გავლენის ქვეშ. ეს უილიამ პელი იყო უგანათლებულესი და მთელი ბიოლოგიური ცოდნა შეაჯამა ამ ნაშრომში და კოსმოლოგიური 1802 წელს. უბრალოდ ესე წარმოგვიჩენენ დარვინის ბიოგრაფიას, რომ ის რო ახალგაზრდა იყო, რო აკვირდებოდა ბიოლოგიურ სამყაროს, ფიქრობდა, რომ ესეთი კომპლექსური საგნები როგორ წარმოიშვებოდა დაუგეგმავად. სახეობათა წარმოშობას რო წერდა 1859 წელს 6 გამოცემა და ნელ-ნელა შორდება ამ აზრს, რომ ეს ყველაფერი დაუგეგმავად და ნატურალური პროცესებით ჩამოყალიბდა. ანუ დარვინმაც კი იცოდა ეს არგუმენტი. არგუმენტაციაში ჯდება მაგალითად ესეთი ფაქტი, რომ მოვიყვანოთ ილუსტრაციისთვის. აი დედამიწის ბრუნვა, დონე, ცოდნა რო შეიცვალოს რაღაცა სიცოცხლის უნარი რო აბსოლუტურად პოლონური, აბსოლუტურად. ამას ქვია თავისი სახელი. ანთროპული პრინციპი. კი ბატონო, აი ეს როგორ შეიძლება ეს არის თანამედროვე ვერსია. შეიძლება შემთხვევითი იყოს რაციონალურად რო ვთქვათ. აი ნახეთ მან დახტება ეს ტელეოლოგიური ასპექტი დედამიწის უბრალოდ ილუსტრაციისთვის მომყავს. შეიძლება შემთხვევით ესე მოწესრიგებული იყოს. ნახეთ მე რო გითხრათ არა. ასეთ გადაცემის ფორმატში ეს რატო იქნება მიკერძო. მეც ვფიქრობ რომ არა, მაგრამ ობიექტურ რო ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ რომ
ეს რაც თქვათ რატო არა და რატო კი. აი მაგ კუთხით ვამბობ, რომ ვიცოდეთ ყველა დონეები, რომ პირდაპირ მე რაც გონია სწორი იმ ხაზში არ წავიდე. ეს არის თანამედროვე ვერსია, ანუ ტელეოლოგიური არგუმენტი ხომ ამბობ და ისტორიულად რო არის წესრიგი, არის მომწესრიგებელი. რა თქმა უნდა, რო გავიდა დრო მე-16 მე-17 საუკუნის მერე, უფრო მეტი ცოდნა დაგროვდა თვითონ ამ წესრიგზე. ამიტომ არგუმენტის დამცველებმა ეს ახალი ცოდნა ჩართეს არგუმენტში. ამიტომ ეს არის თანამედროვე ვერსია ტელეოლოგიური არგუმენტის, რომელიც უკვე აკეთებს აქცენტს კოსმოსის ფიზიკურ პარამეტრებზე, რომელსაც ერთი რო შეცვალო, ზოგი ამბობს არათუ სიცოცხლე მატერიაც კი არ ჩამოყალიბდებოდა. აი მაგალითად ერთი არის ესეთი, ალისტერ მაკრიც ესეთი ინფორმაციას გეუბნებით თანამედროვე ვერსიის, სიცოცხლე დაფუძნებულია ნახშირბადზე, ამიტომ ქვია carbon based life. ნახშირბადი მთელი კოსმოსის მასშტაბით მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება შექმნილიყო ვარსკვლავების შიგნით. მაგრამ თვითონ ვარსკვლავები ფორმირდებოდა თუ არა დამოკიდებული იყო დიდი აფეთქების პირველ წამს ფიზიკურ პარამეტრებზე. ის რომ შეცვალო ვარსკვლავი ვეღარ ფორმირდება. მე ვერ ფორმირდება ნახშირბადი ნუკლეუს სინთეზის შედეგად და მე ვერც ჩვენ. ანუ ხედავთ თავიდანვე ისე იყო ჩამოყალიბებული რომ ჩვენ როგორც შედეგები მიღებულიყო. მაგრამ ეს არის ერთი ძალიან საინტერესო სიღრმისეული ვერსია. ძირითადად არის სამი, ასე ვთქვათ, ჰიპოთეზა რატოა წესრიგი. ანუ მოდი ვთქვათ, ობიექტურად წესრიგს ფილოსოფოსთა და მეცნიერთა უმეტესობა აღიარებს. იშვიათად ვინმე ვთქვას, რომ კოსმოსის წესრიგი არ არის. ანუ ეს ობიექტურობაში გადის. ერთი არის რა ჩვენ თქვი შემთხვევითობა. შემთხვევითობას კიდე ესეც საინტერესო ტერმინს უწოდებენ, ამას ეწოდებენ კოსმიურ ლატარიას. ანუ იმდენი ფაქტი უნდა დამთხოვულიყო, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით, თუ ეს მართლა დაემთხვა, დაუგეგმავად. ნუ ეს არის ნუ ხო მოგისმენიათ ეს ნობელის შედარება მაიმონმა რომ შექსპირი დაწეროს და მაგას სხვადასხვა სტეფან მეიერს აქვს საინტერესო კომენტარი რომ ნახეთ აი რომ იყოს კლავიატურა და მაიმონმა რომ ეს ატყაპუნოს და დაუშვათ ძველი და ახალი აღთქმა კანონიკური წიგნები სუსტად უცვლელად ან დაუშვათ დაწერა. მაგრამ სტეფან მეიერმა ძალიან საინტერესო დამტკიცა ნახე ამითაც ვერ არიდებ წესრიგს ყურადღებას ნახე იმ შემთხვევით რენდომ კლავიშის დაჭერით რომ ბიბლია მიიღო თვითონ კლავიატურაში უნდა იყოს ჯერ წესრიგი. რომ მე იმას სწორად ასახოს ეკრანზე. ანუ ხედავ იმასაც ვერ გაიქცე. და აი სხვადასხვა აი მე რადგან დამასკელი მიყვარს, აი დამასკელს კონდა იქ მიგნება რომ წესრიგს აქ ნახეთ დონეები. ანუ ზედა დონეზე შეიძლება წესრიგი აიხსნას ისე რომ წესრიგი შეიძლება აიხსნას გონიერი ჰიპოთეზის გარეშე ისე რომ ძალიან არარაციონალური არ ჩანდეს, მაგრამ რაც უფრო სიღრმეში ჩადიხარ, უფრო არარაციონალური ჩანს გონების გარეშე. და ახლა მე გეტყვით პირადად ჩემ დაკვირვებას, ეს არაფერს არ ამტკიცებს, მაგრამ ჩემი აზრით ობიექტურად სწორია. ანუ წესრიგს რო ადამიანი დააკვირდება, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ნებისმიერი და პირველ აზრს რო იტყვის, რომ აი მე რო წესრიგს დავაკვირდი, პირველი აზრია, რომ იქნებ მულტივერსი სწორია, ანუ იქნებ მრავალი სამყარო არსებობს და ყველა სხვადასხვა ფიზიკის კანონებია და იქნებ ჩვენშია ისეთი, რომ ჩვენ ვიყოთ. ნახე, ეს სწორიც რო იყოს, ეს ტყუილია, რომ მას პირველად ეს აზრი მოუვიდა. ანუ დროით პირველად გონებას წესრიგზე დაკვირვებით მოდის გონება აზრად და არა აი მაგალითად ადამიანი გინახავთ რომ მიდიოდეს ქუჩაში ნახოს საათი გზაზე და პირველი აზრი რომ მოვიდეს ის რომ ალბათ ქარის დაბერვით და გრავიტაციით აიწყო. ანუ ეგეთ რამე არ არსებობს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ეს არ ამტკიცებს იმას რომ წესრიგს უეჭველი გონება ყავს ამ კონტექსტში. უბრალოდ ეს აჩვენებს სწორედ იმ ჰიპოთეზას აძლიერებს როგორ წარმოიშვა ღმერთის იდეა. ანუ იმდენად ბუნებრივია წესრიგსა და გონებას შორის კავშირი. რომ წესრიგზე დაკვირვებიდან პირველი აზრი მოგდის გონება. მერე შეიძლება სპეციალურად შექმნა ჰიპოთეზა რომ გონების გარეშე მოხდა. მაგრამ პირველი აზრი გონებაა. აი ეს ჩემი აზრით ამიტომ მიიჩნევა ეს არგუმენტი ძლიერად ამ არგუმენტს ტელეოლოგიური ამას აქებდნენ თვითონ მისი კრიტიკოსები. გავუსვათ ის თავიდანით ის დავიწყეთ ზოგადი გამოცხადება და სპეციალური გამოცხადება ტელეოლოგიურ არგუმენტს პირიქით ითვისებს. კი, ბუნებრივში შედის, კი, რა თქმა უნდა. და უბრალოდ ამით დავამთავრებ კონკრეტულად ტელეოლოგიურ არგუმენტზე საუბარსტორი ბევრი შეიძლება. არგუმენტს კი, ვიტყვი, ტელეოლოგიურ არგუმენტს უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ აღიარებდნენ მისი კრიტიკოსები, რომ ძლიერია. მაგალითად, ემანუელ კანტი აკრიტიკებს ციტატას გეუნებით წმინდა გონების კრიტიკიდან, ეს არგუმენტი ყოველთვის პატივისცემით მოხსენებას იმსახურებს. ანუ ესაც ძლიერი არგუმენტი თქვა. ბერტრან რასელი კრიტიკოსი ამბობს, ამ არგუმენტში ლოგიკური ნაკლი არ არის. და კრისტოფერ ჰიჩენსი, რომელიც ერთი დადებითი არ უთქვამს საერთოდ რელიგიაზე მთელი ცხოვრება, ისიც კი თუ ნახავთ YouTube-ზე. კი, YouTube-ზე არის ვიდეო, სადაც ესე მიდიან ის და მის მეგობარი და ამბობს ეკითხება მის მეგობარი, ერთ არგუმენტს მაინც თუ მეტყვი შენი ოპონენტები, რომ რამეს ამბობენ რაციონალურსო და argument from design. ანუ ეს არგუმენტი. ანუ ეს არ არის, ნახეთ, არის არგუმენტები ადამიანმა შექმნა.
არა იმ გაგებით რომ გამოიგონა, ანუ სამყაროს აქვს რაღაცა ღრმა სტრუქტურა და მისი გავარჩეული გონებით მიწვდა. ეს არგუმენტი ესეთი არ არის, ეს თავისით წარმოიშვა. უბრალოდ მე ადამიანმა დახვეწა, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივია, რომ საერთოდ მეც მაგ ჰიპოთეზას ვემხრობი, რომ უფრო სავარაუდოა ეს, რომ წესრიგს რო დააკვირდა ადამიანი, ნელ-ნელა Homo sapiens-ის ტვინში გამყარდა ეს აზრი, რომ იქნებ ეს ვიღაცამ დაგეგმა. აი ეს არის ძალიან ბუნებრივას, თუნდაც რო ცდებოდეს. და ერთს დავამატებ ამაზე, რომ ეპისტემოლოგიურად არის ესეთი ცნება justified belief, ნიშნავს გამართლებული რწმენა. გამართლებული რწმენა არის, როდესაც შენ გამართლებული ხარ რაღაცის დაჯერებაში, იმ შემთხვევაშიც თუ შეცდი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ უეჭველად კი არის ისევ საათის მაგალითი, მე რო ქუჩაში ვნახო საათი და რო დავასვნა რომ ეს საათემ დაამზადა, მე ამაში გამართლებულად ჯერა ამის, თუნდაც რომ იმ დროს ეყენოს კამერა და კამერამ დააფიქსირა რომ კონკრეტულად ის საათი ქარის დაბერვით და გრავიტაციის კანონით დაიწყო. იმიტომ რომ ესეთ რამეს მე ვერ მოვიაზრებდი. რაც კი მე ვიცი, მე სწორად დავასკვენი მე საათეზე. აი ესეთი არგუმენტია ეს. ეს არგუმენტი გამართლებულ ხდის დაჯერებას რო ღმერთი არსებობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენთვის უცნობი კანონებით ეს დალაგდა და უგეგმოვათ. აი ჩემი აზრით არის ყველაზე ობიექტური, უკვე ჩემი დასკვნა, ამაშიც ბევრი არ დაგეთანხმება ვიცი. აი კოსმოლოგიური არგუმენტი, პრინციპში ამაშიც ზოგადი გამოცხადება და სპეციალური გამოცხადება ამბობს, რომ არსებობს შემოქმედი და მთელი სამყარო შექმნილია. ამაშიც ჰარმონია ამ ორ გამოცხადებას შორის. მაგრამ თვითონ კოსმოლოგიურ არგუმენტაციაში თუ არსებობს აზრთა სხვაობა, სხვადასხვა რაკურსი აი ამაზე რო ვილაპარაკო. კი, თუ გინდათ თქვენ დავამატეთ ტელეოლოგიურ არგუმენტზე, საინტერესო იქნება თქვენი აზრი და მე ვიტყვი. მე თქვენ პრინციპში ძალიან სრულად და კარგად თქვით, მართლაც აქ წესრიგი და ან დახვეწილი წესრიგი, დახვეწილი წესრიგი. და საინტერესოა რომ მეცნიერები სხვადასხვა კულტურებში ძველად, სხვადასხვა ინდოეთშიც მეორე-მეოთხე საუკუნეებში ქრისტეს შობამდე იყო ესეთი დასკვნა, იყვნენ მათემატიკოსები, იმიტომ რომ ძირითადად მათემატიკური გათვლებით ვინც იყო დაკავებული, ასევე ბერძნები იყვნენ, ძველი ბერძნები. და შემდეგ რა თქმა უნდა ამას ეს ვერ გაიქცევი, ანუ სამყაროს ყველა ხედავს, ხო? სამყაროს ყველა აპირდება და ესეთი არგუმენტია უძლიერესი, რომ და ეს რაც უკვე ვახსენეთ, ეს fine tuning-ია, ეს არ არის უბრალო წესრიგი, ეს არის წესრიგი, რომელიც თავისთავად შემთხვევითობის კანონებით ვერანაირად ვერ დალაგდებოდა რა, მოდი ასე ვთქვათ, ამის შანსი იმდენად მცირეა, რომ ხო, მე მგონი თქვენ ძალიან კარგად თქვით უკვე მეტი დამატება მე ვფიქრობ ძლიერი არგუმენტია. იმის შემთხვევითობის დაჯერება ძალიან რთულია, როგორ დაწერდა მაიმუნი შექსპირს. თუ კლავიატურაში წესრიგი არ იყო. აი კლავიატურასაც მომწესრიგებელი ჭირდება მაშინ. და მისი ეკრანთან კავშირსაც წესრიგი რომ იმან გადაიტანოს. ანუ ძალიან რთულია წესრიგი მიიღო და უგეგმო. თორე გამახსენდა ლენოქსი ერთ-ერთი ესებნებათ ორიოს ჯონ ლენოქსი ერთ მოწინავე ახლა უკვე მართალია დაბერდა. აი Battlefield-ზე რა, მაგ საბრძოლო ველზე ქრისტიანული აპოლოგეტიკის, თეიზმის ზოგადად და ქრისტიანული თეიზმის აი ამ ველზე არის ბრძოლის ჰიჩენსი, დოკინსი, სხვაებიც, ხო? და ესეთი მაგალითი მოყავს ლენოქს, რომ წარმოვიდგინეთ, რომ თქვენ გახვედით პლაჟზე და იქ სანაპიროზე არის უეცრად დაინახეთ თქვენი სახელი. რამდენად დიდი შანსია რომ შემთხვევით დაიწერა ეს ქვიშაზე, ეს ცნობილი მაგალითია. თქვენი სახელი, ხო? ანუ რატომაც ყველა ათეისტი მეცნიერი გამორიცხავს რომ ეს შემთხვევით მოხდა, ანუ გონივრულ ხელს ამის უკან ყველა დაუშვებს რომ ვიღაცამ დაწერა, ჩაიფიქრა რატომაც გადაწყვიტა დაწერა, მაგრამ დნმ-ი რომელიც ყველა ადამიანის ყველა უჯრედში ეს უნიკალური სახელი რასაც არქმევს, ხო, ჩადებულია, აი ამის გაჩენის შემთხვევითობას აწერენ, რატომღაც. კი, ეგ შეტრიალებულად დნმ-ი შემთხვევითია, მაგრამ შენი სახელი რო აღმოაჩინო, ის უეჭველი შემთხვევითი არ არის. კი, სხვადასხვა აი ტელეოლოგიური არგუმენტი ძალიან სიღრმეში მიდის და ძალიან საინტერესო და ასეთი კურიოზული შემთხვევებიც აქვს, აი მაგალითად, აი როგორ დაიჭირეს ფილოსოფოსებმა მეცნიერები მიკერძოებაში, აი მე გეტყვით მაგალითად არიან მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მთელი კოსმოსი ჩამოყალიბდა, თავისით არასწორი ტერმინია ყოველ შემთხვევაში დაუგეგმავად. და იგივე მეცნიერები, როცა ეძებენ უცხო ცივილიზაციებს დედამიწიდან.
რო აგზავნიან მესიჯს ამბობენ რომ თუ მესიჯი დაბრუნდა დედამიწას თუნდაც მილიონობით წლების მერე მესიჯი თუ იყო წესრიგი მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ რომ ის არ არის ხელოვნურად წარმოშობილი ანუ აქ რა გამოდის რომ ესე იგი ამ მესიჯი რო წარმოვიდგინოთ პატარა სამყაროთ ანუ ზომით პატარა სამყაროს წესრიგი თუ ვიღაცამ დაგეგმა მაგრამ დიდში არა აი სხვადასხვა ეს ბიბლიაშიც არის ბიბლიას ნახეთ რა ლოგიკა აქვს სამყარო იმხელა რომ ხალხს თვითონ სამყარო ეგონა ღმერთი ამის გამოვლინებას ხედავ ჩვენ 21 საუკუნეში რომ ხალხი რო უყურებს იმ ჩვენ ახლა დედამიწა არის წერტილი საერთოდ ვერც კი შეგვამჩნევენ რო ვარსებობთ მთლიანად დედამიწა არა თუ ჩვენ ადამიანები და მეცნიერები ამას გვაკვირდებიან იმდენად გაოცებული არიან უკვე თეისტური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ქმნილებით რომ ფიქრობენ რომ ამაზე დიდი რაღა უნდა იყოს ეს არის ბოლო რეალობა ამის უკან რაღა უნდა იყოს როცა თვითონ ეს არის ამხელა და ვერ წარმოუდგენიათ რომ ის ვინმე შეიძლება შეექმნა მით უმეტეს გონიერს და პიროვნულს მე ჩემი აზრით არის ეს ხაზი 21 საუკუნეში როცა ძალიან ინტელექტუალი ადამიანი რო იტყვის რომ ღმერთის ჯერა გამოვიყენებ ამ სლენგს ტეხავს რომ ამხელა რაციონალისტ ადამიანი ამას როგორ ამბობ ესეც ისტორიული ანომალიაა ყველა ეპოქაში გიგანტების 10-დან 4-ზე მეტ ჯეროდა ღმერთის. ამიტომ ღმერთის წმენ არასდროს არ ტეხავდა, აი განათლებულ საზოგადოებაში ვადაჟდი და მე ღმერთის ჯერა და აუ საწოდავი ალბათ ციგნები არ წაუგითხავს. ეგეთ ამას არ ყოფილა. ესეც არის გამოგონილი. ზოგს ტრენდივით აქვს. აი მაგას ვამბობ. ნუ, მაგრამ სინამდვილეში არ არის. აი არიან ნელი დეგრის და ისონ და ისენ მეცნიერები აშკარად ატყობ, რომ პოზიტიური ილუსტრაცია გამახსენდა უცებ თვითონ წყალი რისგან შედგება მაგალითად. აი პარადოქსული რეალობაც არსებობს სამყაროში. მაგალითად, წყალი შედგება, ვიცით, ჟანგბადისგან და წყალბადისგან. ჟანგბადი ხელს უწყობს ცეცხლის წვას, აალებას. და წყალბადი თავისთავად იწვის, მაგრამ ეს ორი შენაერთი წყალი აქრობს ცეცხლს. ეგეც fine tuning-ის გამოვლენა. ამის ახსნა რაციონალურად ვერ ხერხდება. მაგრამ ამას ირაციონალიზაციას კი არ ვუკეთებ, უბრალოდ იმდენად რთულია სამყარო, რომ დეტალური რაციონალიზაციის და დაშლისასაც ჩიხებში შევდივარ. კი. ამის თქმა მინდა, თორე რაციო საჭიროა, რა თქმა უნდა. აი აქ უბრალოდ თუნდაც ის ცნება, რომ შეიყვარე ღმერთი გონებით, გულით და მთელი. ხოა გონებითაც. ანუ თაც არა, სამივე კომპონენტია, ანუ თანაბრად. კი, თანაბრად. ერთს რომელიმეს კი არა უფრო სამივე მთლიანობაში ჰოლისტურად უნდა მიუდგეს პირველობამ, ანუ ამიტომ რაციოც ხო, მაგრამ რა გული არ შედის ჩიხში, ემოციები რამდენიც არ უნდა გამოხატო, ვერ გეყოფა რაღაცაში ბოლომდე გამოსახატო. არა, ერთი მეორეს არ უნდა გამოცხადდეს. ჰოლისტურად ზუსტად რომ თანაბრად ხო. ჩვენ იცით რა არის, აი ხა აი ამ საუბრისას მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გვესმოდეს აი ამ ხაფანგში არ მოხვდეთ ათეისტური მეცნიერების რომლის უკან დგას ათეისტური ფილოსოფია სინამდვილეში ნატურალიზმი სხვა სიტყვით მატერიალიზმი ან ნატურალიზმი სხვადასხვა პიროვნებები სხვადასხვა ასე ვთქვათ ასპექტები მხარეები ამის ათეიზმი მეცნიერება ათეისტური ამ შემთხვევაში მოიაზრება არის მეცნიერება რწმენა და მათ შორის არის გეპი სიცარიელია ხო აი ეს არის სიცრუე რომელსაც თანამედროვე გონებას დიდ წილად სწამს დღევანდელ სამყაროში ათეიზმი რწმენა ათეიზმი არ არის ნატურალიზმი არ არის ემპირიულად მეცნიერულად დამტკიცებული ეს რწმენა შენ უნდა გჯეროდეს თავი დებულებები ნუ ახლა ერთის გამახსენდა შენ რო ლაპარაკობდი დიალექტური მატერიალიზმის აქსიომი სამყარომ თავისთავად თვითონვე შექმნა ხო სამყარომ თუ შექმნა თავისთავად უნდა არსებულიყო თუ შექმნა რისთვის ხო შექმნა ერთ სხვადასხვა უარყოფა მინდა მატერიის მარადიულობაზე მითითებს ეს აქსიომა ხო იმ საწყისეც კი არ უნდოდა ეხა თანხდებიან რომ სამყაროს ქონდა დასაწყისი ანუ თეისტებს წამთ რომ ღმერთია მარადიული იმათ სამთ რომ მატერია მაგრამ ღმერთის თვისებებს ანიჭებს აი გარი კოსმოლოგიური არგუმენტი რომ რაღაც უნდა იყოს მარადიული ხო გადავიდეთ კოსმოლოგიური პირველ მიზეზი უნდა იყოს მარადიული და მათ აირჩიეს მატერია დროში ცოტა შეზღუდული ვართ და კოსმოლოგიური მოდი კარგი კოსმოლოგიურზე ვთქვათ და მე თქვენც გააკეთეთ რა თქმა უნდა კომენტარი და მე ონტოლოგიურიც
კოსმოლოგიური არგუმენტიც არის ერთ-ერთი უძველესი არგუმენტი, საფუძვლები აქვს პლატონის და არისტოტელეს ნაშრომებში და შუა საუკუნეებში თითქმის ყველა იზიარებდა და არის ძალიან ბევრი ვერსია. მოდი მე გეტყვით, აი მოკლედ ვიტყვი ინფორმაციურს და შემდეგ ჩემას. გააყოფენ ორ ვერსიას. აი ეს არის ნორმან გეიზლერის კატეგორიზება პროტესტანტი ფილოსოფოსი. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ვერსიები. ჰორიზონტალური თვითონ გვეუბნება, ანუ ჰორიზონტალური კოსმოლოგიური არგუმენტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიზეზობრიობაზე, რომელიც მიდის დროში უკან. მაგალითად, სოკრატე წარმოშვა მისმა მშობლებმა, ის მისმა მშობლებმა და ესე მიდის უკან და ამბობს, რომ ასეთ რიგს უნდა კონდეს დასაწყისი. აი მას ეწოდება ისევ მე რაც გითხარით მუთა ქალიმები, ქალამის კოსმოლოგიური არგუმენტი, რაც უწოდა ისევ პროტესტანტმა ფილოსოფოსმა უილიამ ლეინ კრეიკმა, ამაზე დაიცვა სადოქტორო. აი მოკლედ არგუმენტი ესეთია, ყოველივე რაც არსებობას იწყებს აქვს მიზეზი, სამყარომ დაიწყო არსებობა, ამიტომ სამყაროს დასაწყისი აქვს მიზეზი, რომელიც არის ღმერთი. ხოლო ვერტიკალური არის თომისტური, თომა აქვინელიდან მოდის, შედეგი ეყნობა მიზეზს აქ და ახლა, ისიც არის შედეგი ეყნობა მიზეზს აქ და ახლა და ვერტიკალური იმიტომ ქვია, რომ მიდის ქვემოთ ფიგურალურად, არა ესე სივრცულად. აი მაგალითად, ჩვენი არსებობა აქ და ახლა ეყნობა დედამიწაზე არსებულ სათანადო ტემპერატურას. აი ამ წამს, ის კი არა წასულშა მოხდა. თვითონ დედამიწაზე არსებული სათანადო ტემპერატურა ეყნობა დედამიწიდან მზის დაშორებას და ის გრავიტაციას ამ წამს. აი ეს როგორ მიზეზ შედეგობრიობა, იცი? მიზეზი რომ გავუქმო ამ წამს გაუქმდება შედეგი. აი როგორ ჟანგბადი რომ გავუქმო, გავუქმდებით ჩვენ. არსებობა შეწყდება. თომა ამბობდა რომ ასეთ მიზეზს აქვს ბოლო, შუა და პირველ მიზეზი. ანუ შუას თუ გაუქმებ, გაუქმდება ბოლო. ამიტომ ახლა თუ არსებობს ბოლო შედეგი, უნდა იყოს ბოლო პირველ მიზეზი. აი ეს არის ვერტიკალური. ეხლა გეტყვით ჩემი აზრით კოსმოლოგიური არგუმენტის ყველაზე საინტერესო დაკვირვებას. აი ნახეთ როგორ შეგვიძლია მივუდგეთ. ეს ჩემი აზრით ზეთეისტურია, უბრალოდ ბოლოს ფარდება თეიზმით. და ჩემი აზრით ამსჯელობის ბევრ ვერსიას თითქმის ყველა მსოფლმხედველობა აღიარებს. უბრალოდ ბოლოში ცვლიან დასკვნას. ლაიბნიცის კითხვა იცით თქვენ, ის ამბობდა, პირველი კითხვა რაც უნდა დაისვას არის რატომ არის რაღაც და არა არაფერი. აი მოდი ვიმსჯელოთ ესე. მაგალითად, ლაშა შენ რომ მანქანა არ ყავდეს, აი დააკვირდას გეუბნები, ამისთვის რა საჭირო? პირიქით რო არ ყავდეს, ხო არაფერი არ არის საჭირო. რო არ ყავდეს, ამისთვის არაფერი არ არის საჭირო. მაგრამ რო ყავდეს, ხო რაღაც საჭირო, ფული, მაღაზიაში შეხვიდე, გამოწერო. ეხლა ნახე, არაფერი რო არ იყოს, საერთოდ არაფერი რო არ არსებობდეს, ამისთვის რა საჭირო? არაფერი. ანუ ძალიან მარტივია არაფერი არ იყოს და რაღაც რო იყოს რთულია. და წარმოიდგინეთ, რო იყო ალტერნატივა, რომ არაფერი არ ყოფილიყო და ყოფილიყო რაღაც, იმის მაგივრად რომ არაფერი არ ყოფილიყო, რისთვის არაფერი არ არის საჭირო, რაღაც არის. აი ეს უკვე არის პირველი ყველაზე დიდი სასწაული და უცნაურობა რეალობის. ამას აღიარებს ყველა. გინდა ინდუიზმიდან შეხედე, გინდა ბუდიზმიდან. რატო არის რაღაც? წესით არაფერი არ უნდა არსებობდეს. არაფერი რო არ არსებობდეს, არაფერი არ იქნებოდა პრობლემა. არ იქნებოდა არაფერი ასახსნელი. არაფერმა შეიძლება შექმნას რა. ეს ამის გაგრძელება, მაგრამ მოდი ჯერ ვთქვათ საერთოდ, ანუ მოდი მე ახლა უსვამ ხას იმას, ის არ გიყვირთ რომ რაღაც როა. იმიტომ რომ ჩვენ მივეჩვიოთ რომ რაღაც როგორ არ უნდა ყოფილიყო და მე გეუბნებით რომ იდეაში არაფერი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ იმის არაფერი არ არის საჭირო. და წესით იმის მაგივრად უფრო რთული არის ჩვენ წინ. ეხლა ნახეთ, მეორე ეს უკვე შერაც თქვი არის ამის გაგრძელება. რადგან არის რაღაც, მე ლაიბნიცი აგრძელებს. ყველაფერს რაც არსებობს, უნდა კონდეს საკმარისი საფუძველი. ეძახოდა principle sufficient reason. ნიშნავს, ყველაფერი რაც არსებობს, უნდა კონდეს რაციონალური ახსნა. ეხლა ნახეთ რა ალტერნატივები გვაქვს. თუ არის რაღაც არაფრობის მაგივრად, ისე იდეაში არაფერი არ უნდა ყოფილიყო. იდეაში ვამბობ სპეციალურად რომ გავამძაფრო რაღაც რო არის ამის უცნაურობა. იმიტომ რომ ეს არ გეგონოთ ბუნებრივი. ეს არის ყველაზე დიდი სასწაული რომ რაღაც არის. მე ამას მოსდევს სხვა სასწაულები. მაგალითად ქრისტე რო აღდგარიყო, შე რაღაც უნდა ყოფილიყო. ასე თუ შევხედავთ. იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომა შენ სასწაული რატო გონია? იდეაში ადამიანები არ აღდგებიან და ის ხო აღდგა, ამით არის გამორჩეული. მაგრამ იმის უკან წადი კიდე ჯერ ხო რაღაც უნდა ყოფილიყო, რომ მე რაღაცები ნორმად მიგეჩნია და რაღაც არანორმად. და რაღაც რო არის, ეს არის ყველაზე არანორმა. აი ესე თუ შეხვალ სიგნალში გონებრივად. ამიტომ ნახეთ, რაღაც რო არის არაფრობის მაგივრად, ამას უნდა კონდეს საბოლოო ახსნა, ანუ ultimate explanation. საბოლოო ახსნა რა არის? A არის B-ს საბოლოო ახსნა, თუ A B-ს ხსნის ისე, რომ თვითონ ეს აღარ ჭირდება ახსნა. ამიტოა საბოლოო, ამით დამთავრდა. და მეორადი ახსნა რა არის? მაგალითად სოკრატეს მშობლები არის სოკრატეს არსებობის მეორეული ახსნა. იმიტომ რომ სოკრატეს მშობლებს თვითონ რა გარეგანი ახსნა, მათი მშობლები. საბოლოო ახსნა, რომ რაღაც იყოს, მას ხო აღარ უნდა ქონდეს გარეგანი ახსნა. ამიტომ ნახეთ რა ჰიპოთეზები გამოირიცხა. პირველი არაფრობა. არაფრობა როგორ ახსნის რაღაცას, რაღაცა რო ახსნას A მაგალითად B ჯერ უნდა არსებობდე და არაფრობა ნიშნავს რაღაცის არ ყოფნას და რაღაცის არ ყოფნა როგორ ახსნის რაღაცის ყოფნას.
გამოირიცხება თვითქმნადობა, რაც შენ თქვი, რომ aim შექმნას ამას ჯონ ლენოქსი ამბობს, წიგნში შეუძლია თუ მეცნიერებას ახსნას ყველაფერი, რაღაც რო შექმნა ჯერ უნდა იყო, იმიტომ რომ შექმნა არის მოქმედება. და როგორ შეიძლება საგანმა შექმნას თავისთავი, თუ შექმნამდე არ იყო, იმ დროს იმოქმედა და თან შექმნა თავისთავი, როცა უკვე იყო. აი მაგალითად ტრენტ ჰორნს აქვს ესეც საინტერესო მაგალითი, ეს იგივეაო, რო თქვა, მარკ ცუკერბერგს Facebook-ის შექმნის იდეა მოვიდა Facebook-ის მესენჯერში. ანუ თუ მოვიდა უკვე Facebook-ია და რაღაც ქმნის. და გამოირიცხება, ესე იგი, გამოირიცხება არაფრომამ შექმნას და საგანმა შექმნას თავისთავი, მას შეგამოდის. ესე იგი, ბოლო ახსნა, ჩემი აზრით ეს ძალიან ძლიერი მტკიცებულებაა, უნდა იყოს მარადიული. ჯერ გავანებო თავი იმას რა ქვია, რაც მარადიულია. მარადიული შეუქმნელი, რომ მინიმუმ დააკმაყოფილოს ბოლო ახსნის კრიტერიუმი. ანუ რადგან მარადიული და შეუქმნელია, მის არსებობას გარეგანი ახსნა აღარ აქვს. ეხლა ნახეთ, ფილოსოფოსები და რელიგიური სისტემები იყოფიან იმით, თუ ამას რას უწოდებენ. აი ზოგი ხო ბრახმა, რაღაც თხარმები, პირველ მომოძრავებელი პლოტინე, უზენა ისე, მაგრამ ყველა აღებს რომ რაღაც უნდა იყოს რეალობის გრაუნდი და იმის უკან ვეღარ წახვალ. თუნდაც ნატურალისტები ამ გრაუნდს უწოდებენ brute fact. რაღაც არსებობს აუხსნელად მასზე უფრო სიღრმისეული რამით ვერ ახსნის. ზოგი ამ brute fact-ში შეყავს ბუნების კანონები, კოსმოსი, მულტივერსი, ანუ ნახეთ, ყველა აღიარებს რომ ეს უნდა იყოს. უბრალოდ თეისტები მომევენ ეს არის ღმერთი. და არის არგუმენტი ეს რაღაც არის თეისტებისთვის ვიღაცა. ეგეც არის და ნახეთ ისინი იზიარებენ თვისებებს, ანუ ამ ყველა რასაც აღიარებს ყველა აღიარებს რაღაც დოზით საერთო თვისებებს. მაგალითად, ყველა ამოსვლის არის მარადიული, შეუქმნელი და ახსნისთვის არ ჭირდება სხვა. ამიტომ ქრისტიანები ესეც ამბობენ ხოლმე სხვა სოფხედოლობის ადამიანებზე, რომ ისინი აღიარებენ კვაზი ღვთაება არსებებს. ანუ ნახევრად ღმერთებს ისინიც მიწვდნენ, მაგრამ ვერ მიწვდნენ სრულყოფილად ის რა უნდა იყოს იდეაში. თორე მაგალითად ნახე ღმერთის თვისება. ის ლოსკის ციტატა მახსენდება. პოლითეიზმიო თეიზმის ყველაზე დაბიო ასპექტია. თუ ანუ იმის ქვევერსია. ცუდი ასპექტია. რომ სამყარო არის გაღმერთებული. და მოდი ამით დავამთავრებ, არ გამიგძელდეს, რადგან ეს ბოლო გრაუნდი უნდა იყოს მარადიული და შეუქმნელი დეფინიციის დონეზე, იმიტომ თუ არ არის ბოლო ახსნა აღარ არის. ღმერთს თეიზმში ხომ მიეწერება მარადიულობა და შეუქმნელობა. თუ ვიღაცა ამ თვისებას სხვა რაღაცას მიაწერს, ესე იგი მან რაღაცა გააღმერთა. აი ეს არის პანთეიზმი. ანუ რაღაც რაც თეიზმში ღმერთი არ არის, სხვა სისტემაში ღმერთად აღიქვეს. ეს აი რაც თქვენ თქვით, ღმერთის მოთხოვნილება ამ შემთხვევაში რაციონალურ დონეზე. არ არის რომ მე რაღაც მაკლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ღმერთმა უნდა ამავსოს. ამ შემთხვევაში ნახეთ, ყველა სჭირდება რაღაც ღმერთის მსგავს, თორე რეალობა ის ვერ იხსნება. რაღაც ღმერთის მსგავს. უბრალოდ იქ ჩერდებიან, პიროვნება აღარ არის, ნება აღარ არის, არ გამოვლენა თავი, თორე მარადიული და შეუქმნელი არის. იმიტომ რომ იმის გარეშე ყველა ალტერნატიული ჰიპოთეზა არის აბსურდი. ამ შემთხვევაში ხისტად ვიტყვი. კი, აი ჩვენ რომ ონტოლოგიურ არგუმენტსაც შევეხოთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი დრო არ დაგვრჩა. კარგი, მაშინ ონტოლოგიურ არგუმენტსაც მოგლეთ ვიტყვი. ონტოლოგიური არგუმენტი არ არის ესე ძველი არგუმენტი, შექმნა ანსელმ კენტერბერიელმა მე-11 საუკუნეში. თავის ნაშრომში პროსლოგიონი. საინტერესოა როგორ შექმნა. ლოცვით მიმართავდა ღმერთს და ამ მიმართვის დროს ისე განმარტა ღმერთი, რომ მოდი ესე ვთქვათ, ჭყალებში შეექმნა არგუმენტი. მან ესე განმარტა ღმერთი, ღმერთი არის ის, რომელზე აღმატებულიც წარმოუდგენელია. და აქედან გამოიყვანა ღმერთის არსებობა ორი ფორმით, მეორე და მესამე თავში. პირველი ფორმით ესე გამოიყვანა, რომ ღმერთი არის ის, რომელზე აღმატებულიც წარმოუდგენელია. ვინც ამ განმარტებას მოისმენს, უკვე მის გონებაში არსებობს. შეიძლება ფართო მსმენელმა არ იცის ვინ იყო ანსელმ კენტერბერიელი, თეოლოგი თვითონ. კი, კათოლიკე თეოლოგი ფილოსოფი ბერი, სხვადასხვის ცხოვრობდა იმ დროს, როცა სქიზმა მოხდა 1033-1109 წელს. ინგლისი. კი, ბრიტანეთის, სწორი ხარ, და უბრალოდ მე მოგზაურობდა, დაწერა ბევრი ნაშრომი, ეს არის მაგალითად ყველა ცნობილი რატო გახდა ღმერთი ადამიანი, თეოლოგიური, ეს პროსლოგიონი, მონოლოგიუმი, კი, ყველაზე ცნობილი ქრისტოლოგიური ნაშრომი და იყო ძალიან განათლებული, ისიც ავგუსტინეს გავლენას განიცდიდა და იცნობდა ლოგიკური სტრუქტურა და არისტოტელე. მოკლედ, ნახეთ, მოკლედ რო ვთქვათ ონტოლოგიურ არგუმენტზე, ძირითადი რითაც განსხვავდება კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური არგუმენტისგან ის არის, რომ ის არ აკეთებს აქცენტს დაკვირვებად საგნებზე. მარტო აქცენტს აკეთებს ღმერთის ცნებაზე, მას განმარტავს და სპეციფიკურად თავისთავად ღმერთის არსებობა
ღმერთის ცნებაში რა იგულისხმება ამ განმარტებიდან მიდის მის რეალობამდე. და ამიტომ ამბობენ რომ ეს არგუმენტი ძალიან საინტერესოა, ამიტომ რომ მაგალითად ეს თუ სწორია რა გამოვა, რომ ადამიანს შეუძლია ესე დაჯდეს, თვალები დახუჭოს და ისე მიხვდეს რომ ღმერთი არსებობს. საერთოდ არ შეხვდეს არაფერს. ამაშია მისი ორიგინალურობა, რასაც აღიარებენ მისი კრიტიკოსებიც კი. და ამ არგუმენტზე კამათი მიდის 900 წელია და დღემდე ვერ დადგინდა ისტორია თუ არა. ანუ ასემა რაღაცას მიაგნო სერიოზულს, რომ არსებობა და სრულყოფილება სადღაც იკვეთება. მაგალითად რო ჩამოვთვალოთ ბირთვი 1 2 3 რა არის ბირთვი? სამ ვერსიას ვიტყვი მაშინ. ერთი ვერსია კლასიკური ორიგინალი არის, ღმერთი არის ის, რომელზე აღმატებული წარმოუდგენელია. აქსიომებს აწესებს. კი, ეს არის დეფინიცია. ნახეთ, ეს პრინციპში სწორი დასაწყისია, იმიტომ რომ ამაზე ნაკლებ დეფინიციას თუ მიცემ ღმერთს, მაშინ ღმერთი აღარ არის. თვითონ სიტყვა ღმერთი ნიშნავს მაქსიმალურად სრულყოფილს. აი ფრაზას დავაკვირდეთ, თეოლოგიდან გავიდეთ. რატო ამბობ ჩვენ მარადონა არის ფეხბურთის ღმერთი? ნახე, ეს არის ინტუიციური მიხვედრა, რომ ფეხბურთი არის პოზიტიური სახეობა სპორტის და მარადონაში თუ გამოვლინდა უმაღლესად, ის არის ღმერთი. ანუ ტერმინი ღმერთს აქვს სწორედ უმაღლესის მნიშვნელობა აპრიორი. და უბრალოდ ანსელმა ესე განმარტა. მარტო გონებაში წარმოდგენილზე აღმატებული შეიძლება წარმოიდგინო და ის რაც გონებაში და გონების მიღმა არსებობს, იმაზე აღმატებულს ვეღარ წარმოიდგენ. ამიტომ მან ესე დაიყვანა, რომ ღმერთი თუ არის ის, რომელზე აღმატებული წარმოუდგენელია და თან მარტო გონებაში არსებობს და რეალობაში არა, მაშინ გამოდის, რომ ის არის საგანი, რომელზე აღმატებული წარმოუდგენელია და თან წარმოუდგენადი. ეს არის ლოგიკური წინამდებობა. ეხლა მეორე საგანი, რომლის არ არსებობა შეუძლებელია, აღემატება იმას, რომლის არ არსებობა შესაძლებელია. ამიტომ ის თუ არის ის, რომელზეც აღმატებული წარმოუდგენელია, ის უნდა იყოს აღმატებულობის პრინციპი. და ყველა საინტერესოს გეტყვით ბოლო ვერსიას, მოდალური ვერსია, რომელიც თქვენ იცით, რომ ის გააკრიტიკა ანსელმის თანამედროვე ბერმა გაუნილომ, ისიც ბერი იყო, მაგრამ არ დაეთანხმა ანსელმს. შემდეგ გააკრიტიკა თომა აკვინონა ბონავენტურამ დაიცვა საინტერესო ისტორია, დეკარტმა გააკრიტიკა პიერ გასენტიმ, დეკარტმა დაიცვა პიერ გასენტიმ გააკრიტიკა, ჰიუმი და კანტი აკრიტიკა ბერტრან რასელიც და ლაიბნიცი იცავდა და ორივე მხარეს არიან გიგანტი ფილოსოფოსები. ყველაზე ძლიერ კრიტიკად მიიჩნევა კანტის კრიტიკა, რომ არსებობა არ არის პრედიკატი და ამიტომ მოდალური ვერსიის წარმომადგენლებმა შექმნეს ისეთი ვერსია, რომ კანტის კრიტიკას აღარ ექვემდებარება და გეტყვით ერთ ვერსიას ძალიან საინტერესო მიგნება. ნახეთ, ბევრი ადამიანი ამბობს, შეიძლება ღმერთი არსებობს, ანუ შეუძლებელი არ არის, მაგრამ რო იტყვიან რომ შეიძლება ღმერთი არსებობს, ამის მერე არ ვიცით არსებობს თუ არა. არგუმენტი ამას ეს არის მცდარი. ღმერთი თუა მაქსიმალურად სრულყოფილი, ის არის necessary being, ანუ შეუძლებელია არ არსებობდეს. აუცილებლად ყოფა. ხო, აუცილებლად არსებული. ეხლა ნახეთ რა გამოდის, აუცილებლად არსებული შეიძლება არსებობდეს, ათეისტიც ამბობს. და მე ამბობს, მაგრამ არ ვიცით არსებობს თუ არაო. ამიტომ ნორმალ მალკომმა ესო წარმოაჩინოს დაყო ესე. თუ ღმერთი არსებობს, ის არსებობს აუცილებლად. თუ ღმერთი არ არსებობს, მის არსებობა შეუძლებელია. ამიტომ ღმერთის არსებობა ან შესაძლებელია, ან შეუძლებელია. ღმერთის არსებობა შეუძლებელია, თუ ღმერთის კონცეფტი თვით კონტრადიქტორულია, ღმერთის კონცეფტი თვით კონტრადიქტორული არ არის, ამიტომ ღმერთის არსებობა აუცილებელია. ანუ აქ თავარი დაიჭირა ეს, რომ არასწორია ფრაზა, ღმერთი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არ ვიცით არსებობს თუ არა. თუ შეიძლება, ესე იგი შეუძლებელი არ არის და თუ შეუძლებელი არ არის, აუცილებელია. ანუ სივრცე აღარ რჩება. კარგად გავშალით ტელეოლოგიური, კოსმოლოგიური და ონტოლოგიური არგუმენტები და მინდა ცოტა დრო დაგვჭა კიდე და შევეხოთ იმ საკითხებს, რაც აქ მოვინიშნეთ ერთად, რომ ორი კლასიკური არგუმენტი ღმერთის არსებობის წინააღმდეგ. რომ აქ ხა ობიექტურად რო ვთქვათ, სამივე თეისტები ვართ და მეორე მხარის არგუმენტებიც ხო? თეისტებმა საკუთარი არგუმენტებიც დაინახონ, რომ ვით გათვალისწინება მოხდეს და ჩვენი ასე ვთქვათ რეპლიკა ამ ყველაფერზე. ორი კლასიკური არგუმენტი ღმერთის წინააღმდეგ. არგუმენტი ბოროტების არსებობიდან და არგუმენტი ყველაფრის მეცნიერულად ახსნის შესაძლებლობებიდან. აი ეს რო გავშალოთ. თუ ვინა თქვენ დაიწყეთ. ნუ ეს არგუმენტი ყველაზე ისეთ ფორმაში ჟღერს ბოროტების არსებობიდან გამომდინარე. თუ ღმერთი არსებობს და თუ ის არის ზე პიროვნება და მით უმეტეს კეთილი პიროვნება, რატომ არის ამდენი ბოროტება, რატომ უშვებს ამდენ ბოროტებას, რატომ იტანჯება ამდენი ადამიანი, უდანაშაულო, უმწეო და სად არის ღმერთი, მოკლედ. სად არის ღმერთი, ეგ არის არგუმენტის ძალიან ესეთი
მარტივად რო ვთქვათ, ეს არის არგუმენტის არსი, ხო? კი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ლეიბნიციც და მაგალითად ამერიკელი ფილოსოფოსი იყო ბოროტებაზე წერს ბევრს ჯეფრი ბარტონ რასელი. ყველა ეპოქაზე ბოროტებების საკითხს იკვევს და ამ ბოროტების და სიკეთის თემატიკაზე ბევრი წერს და მეფისტოფელი ესეთი სახელწოდებით, რა თქმა უნდა ლეიბნიცისგანაც იღებს და სამ კატეგორიად ყოფს ბოროტებას. პირველი კატეგორია ეს არის მეტაფიზიკური, როდესაც აბრაამეული რელიგიების თვალსაზრისით და თუნდაც სხვა რელიგიების თვალსაზრისით დუალისტური შეხედულება ორდისხაც ბოროტება და ისინი იბრძვიან, მოკლედ რაღაცა ზეციური არსებების შედეგად დაცემის ანგელოზის ზედონეზე ბოროტება, ხო, მეტაფიზიკური, რომ ბოროტება თვითონ მატერიალურ სამყაროში კი არ შეიქმნა, არამედ მატერიალურ სამყაროს მიღმა დაიბადა ანგელოზში, დაცემულ ანგელოზში პიროვნებაში. და მე გამოვლინდა. და მე შემოდის მასზე აღმატებულ ქმნილებაში, ანუ ადამიანში, როგორც მაცდური ის მას ევლინება და ადამიანი როგორც ღვთისხადება და მსგავსება ზნეობრივ ბოროტებას იდენს, ეს უკვე მეორე საკითხი, მეორე ბოროტების ფორმა. პირველი მეტაფიზიკური ბოროტება, რომელიც ანგელოზის დაცემით მოხდა, მეორე მორალური ბოროტება, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა და მესამე მორალური ბოროტების ცხოვრების წესის როგორც შედეგი, ბუნებრივი ბოროტება, სტიქიური უბედურებები რო ხდება და ამ სამ ბოროტების კატეგორიაში კარგად წარმოგვიჩენს ბოროტება როგორ მოქმედებს სამყაროში, თუნდაც მეტაფიზიკურში, მორალურში და ნატურალურში. აი ამ კუთხით საკმაოდ ძლიერია არგუმენტაცია, იმიტომ რომ მაგალითად ათეისტი რო კითხულობს წარღვნის სამბავს, ან სოდომო და გომორას ისტორიას, ან ანანია და საფირას პრეცედენტს, ესეთ მომენტალური დასჯის ფაქტებს რო კითხულობს ბიბლიაში ან სხვა რელიგიურ ტექსტებში, ფიქრობს რომ აი რა დესპოტი ღმერთი აქვს წარმოჩენილი ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მე თქვენ გაშალეთ მაინც ეს, მაგრამ სინამდვილეში მაგალითად ის მხოლოდ ფრაგმენტს ხედავს, მაგრამ იქამდე მაგალითად აბრაამს ეუბნება ღმერთი, რომ 4 საუკუნის მერე შევა შენი შთამომავლები აქ. იმიტომ რომ ამათი ბოროტებაო ჯერო ბოლომდე არ ავსილა, ანუ 400 წელი ამ ხელა მოთმინება, ანუ ამ ფრაგმენტებს არ უყურებს. დიდცი სურათის სინამდვილეში ეს როგორც ასე ვთქვათ, თერაპია, ეს სასჯელები გასაგები ხდება თუ გავითვალისწინებთ რამდენ საუკუნოვანი მოთმინება უდევს ამას წინ. ნუ ეს ჩვენ ვცდილობ დავიცვათ. ჩვენ უკვე გააკრიტიკე ხა ათეისტების არგუმენტი. კი, გავაკრიტიკე, მაგრამ თქვენგან ველოდები მათი არგუმენტის სიძლიერეს. ეს რაღაცას ვიტყვი აქ, ლაშა, ახლა ეს რაც შეეხება აი ამ ფილოსოფიურ არგუმენტებს, აი ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით. მე მგონი აქ ორ ნაწილად გავყოთ ეს არგუმენტი რა. ხშირად, ანუ ერთი არის, როდესაც ადამიანი, რომელიც პირადად იტანჯება რაღაც მიზეზის გამო. არ ვიცი, შეიძლება ეს ბავშვის ავადმყოფობა იყოს, ან სიკვდილი საყვარელი ადამიანის, ან რაღაც ნებისმიერი სხვა მტკივნეული დანაკარგი, უსამართლო თუნდაც, ხო? აქ ჩვენ ასეთ ადამიანს რაციონალური არგუმენტაციით მიდგომა ცოტა აბსურდულია ჩვენ. უადგილოა და აბსურდია. აქ ჩვენ იობის მეგობრებივით გამოვდივართ მაშინ. იობი იტანჯება, იობი ითხოვს პასუხს ღმერთისგან, ის წრფელია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ის რაღაც არ ატარებს იმას ნიღაბს, არ ატარებს ღვთისნიერების ნიღაბს. ის თავის გულს ღვრიზ ღმერთის წინაშე და არ მალავს ამას. და საუკეთესო ნუგეში, საუკეთესო დრო მეგობრებისგან მასთან ერთად იყო ის დუმილის პერიოდი. პირველი ერთი კვირა, 7 დღე, ხო? როებნებ ნეტად დადუმდებოდეთ, უფრო კარგი იქნებოდა ჩემთვის. და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, ყველა იობის ბრალდებაზე ღმერთი ბოლოს იობს ამართლებს და არა თავის მეგობრებს, რომლებიც თეოლოგიურად სწორ პასუხებს იძლეოდნენ. იღებულ გარკვეულ იობის მეგობრები ამტყუნებენ იობს და ცდებიან და ღმერთს ამართლებენ, ღმერთის ადვოკატად დგებიან. იობი ოდნავ იჭრება იქით, რომ ღმერთს ადანაშაულებს და ამაში მტყუნდება, მაგრამ იობის დადანაშაულებაში ვერავინ ვერ მართლდება.
საინტერესო სიკიზეიში. საინტერესო ხო? ანუ აქ არის სუბიექტური, პიროვნული ასპექტი და აქ უნდა გვესმოდეს ჩვენ, აქ რაციონალური პასუხები არ არის. იქ როცა სამი შეხედულება წარმოვაჩინე, იქ არ იგულისხმება მართალი ადამიანის კონცეფცია, ეს ცალკე მართალი ადამიანის ტანჯვის კონცეფცია, სულ სხვა. ჩვენ აქ ერთი მომენტი არის, შეიძლება ადამიანი იტანჯებოდეს იმიტომ არა რომ თვითონ არის ბოროტი, არამედ იმიტომ რომ სამყაროა ბოროტი. სამყარო საბოლოო ultimate answer არის საბოლოო პასუხი, სამყარო არის დაცემული. და ჩვენ ყველანი ვიმკით ამას. თეისტური, ქრისტიანული თეიზმის თანახმად. ჩვენ ყველანი ვართ ამის სამწუხაროდ აი ამ იმის ტრაგედიის კოსმოსური მასშტაბის სოფლიო მასშტაბის ტრაგედიის იმას ვიმკით შედეგს. ქრისტიანობის უნიკალურობა რა არის, რომ თვითონ სამების ერთ-ერთი იპოსტასი ღვთისმცე მოდის და თავის თავზე ღებულობს. იცი რა პასუხია. ამ დაცემული ბუნების შედეგებს. და თვითონაც იტანჯება. და ამბობს რომ მე ვიღებ დარტყმას, კი ბატონო, მე ვარ შემოქმედი და ვიღებ დარტყმას. კი ლაშა ხო, ვიღებ რანაირად შევიდა ადამიანის ტანჯვაში. ღმერთის ძე შედის ადამიანის ტანჯვაში, usამართლო ტანჯვაში. უსამართლო და განიცდის აი ამ ყველა ფიალა შესვა ბოლომდე. ეგ ყველა საინტერესო პასუხია ობიექტურად. ესწამული პასუხი. ეს არის არგუმენტი ათეისტებისთვის, აი ამ რო გაშალო. აი მოდი რა არიცი, ესე იგი ღმერთის არსებობის წინააღმდეგ არგუმენტაცია ბოროტების არსებობის. ობიექტურად ვიტყვი, ნახე, ჩვენ ხო ვთქვით, ესე იგი არის ორი მხარე, ხო, თეისტები და არათეისტები კამათობენ. რაღაცებს აღიარებენ ორივე თუ არც ერთი მხრიდან არ არის მიკერძვება, მაგალითად, ტელეოლოგიური არგუმენტი რო ძლიერია, ორივე მხარის დიდი ნაწილი აღიარებს და ეს რო ძლიერი არგუმენტი ასევე ორი მხარის დიდი ნაწილი აღიარებს. ანუ თეისტები სანამ ამ არგუმენტს მის შესაძლო გადაჭრას წარმოგვიდგენენ, მანამდე ამბობენ, ეს არის ძალიან ძლიერი არგუმენტი. ეს არგუმენტი ბოროტებიდან. ანუ ესეც ტელეოლოგიური არგუმენტის მსგავსად ეფუძნება ისევ ინტუიციას. როგორც წესრიგი თუ მომწესრიგებელი თუ არის, უნდა იყოს ეს არგუმენტი ეფუძნება ამდენი ტანჯვა თუ არის, ყოვლადსრულყოფის ეს არ უნდა დაეგეგმა სამყარო. პირველ აზრს მოწ ადამიანს. აქ ნახეთ როგორი ეს არგუმენტი რატო არის, ასე ვთქვათ, ძალიან რთულად მოხელთებადია. აქ სხვადასხვა განზომილებები და ეს განზომილებები ერთმანეთში ირევა, ანუ არის ემოციური დონე, ამიტომ არგუმენტს ესეც კი ყოფენ. ემოციური ვერსია, არის ლოგიკური ვერსია, რაციონალური და პრაქტიკული. აი მაგალითად, ნახეთ ეს არგუმენტი ამბობს, ხო, არის ამდენი ტანჯვა, ბოროტება, უბედურება, ამიტომ ინდუქციური ვერსია ნაკლებ სავარაუდო ღმერთი იყოს, დედუქციური უეჭველი ვერ იქნება. ეხლა ნახეთ, საინტერესო არის, დაუშვათ მოვიდა თეოლოგი უჭკვიანეს და ღმერთი და ბოროტება ერთმანეთს შეუთავსა, ანუ ტანჯვა მაგალითად. მაგრამ ნახეთ, პრაქტიკულ დონეზე არგუმენტი მაინც ვერ მოგვარდა, იმიტომ რომ ამ თეოლოგმა რო შეუთავსა, ამის მერეც გრძელდება ტანჯვები. ანუ ეს საკითხით ვერ გადაიჭრება თეორიულად. იმიტომ რომ ამას აქვს პრაქტიკული განზომილებაც, ანუ ადამიანი რო იტანჯება, არის პრაქტიკა. ათეისტი გეტყვის, რომ კი ბატონო, მაგრამ აფრიკაში 50,000 ჩვილი კვდება 24 საათში მხოლოდ უწყლობის და პურის გამო. რა დააშავა? ანუ მესმის რომ ამას ბევრი წინა პირობა აქვს და მე შემიძლია როგორც თეოლოგმა წეღან როგორც ვიცი. მაგრამ ის მაინც მოგვდა უკვე. ან მოგვდება ხვალე. მე ფაქტებს გიყენებს, უნდა ვაღიაროთ ამ საკითხის სირთულე. მე მაგით დავიწყე. გამოუვალობა კი არა სირთულე. მაგით დავიწყე, რომ ესა პირველი რთული, მეორე ძლიერი, ასევე მე ვფიქრობ, ამას აქვს ესეთი განზომილება. თეიზმიდან თუ შეხედავ, აი როგორც მაგალითად, სავლე რო ქრისტიანებს დევნიდა, სანამ პავლე გახდებოდა, ის თავისთავად იყო მართალი. ან ხო არის ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ეგრე არ არის, მას ეგონა რომ კარგს აკეთებდა ქრისტიანებს ოდევნიდა. აი ამ დონეს თუ შევინარჩუნებ, ჩემი აზრით, უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავთან მართალია, ამ არგუმენტის გამო რომ ღმერთს უარყოფს. ანუ მე როგორც თეისტ არ ვეუბნები, რომ შენ რაღაცა შეგნებულად მოიგონე, ან რაღაც სხვა რამის გამო ამის გამო უარყოფ ღმერთს. არა, მე ვეუბნები, რომ მე მესმის შენი, რომ ამ ტანჯვის ფონზე შენ ვერ დაინახე ღმერთი და მე არ გიყენებ ამაზე პრეტენზიას, რომ რა ან ცუდი ადამიანი ხარ, ან მე შენ გჯობი ვარ. იმიტომ კი რომ თავი მოვაწოდო, მე მართლა ესე ვფიქრობ. ეს საკითხი უსამართლო სამყაროში სამართლიანი ღმერთის მოქმედების საკითხი ურთულესია სასწაული. ძალიან რთულია. იმიტომ რომ ვამბობთ რომ სიყვარულია ღმერთი, ნუ ქრისტიანულ თვალსაზრისით და სამართლიანი. სამართლიანობა ითხოვს სასჯელს. აუცილებლად. მაგრამ მოხდება ეს ბოლო სამჯერ. მესმის მაგაზე არ არის უბრალოდ. ხო, მაგრამ რთულია ნამდვილად რთული. თორე შეუძლებელია მეთქი არ ვამბობ. კი, ძალიან რთულია. აი მაგალითად რა არის იცი რომ
ანუ მე ისე ამას ვამბობ, რომ ამ არგუმენტს აქვს სხვადასხვა დონე, ანუ არ ნიშნავს, რომ რაციონალური დონე არ აქვს. არის რაციონალური, ანუ ადამიანს მაგალითად რო აჩვენო, რომ ბოროტება, სამყაროში არსებული ბოროტება შეთავსება და ღმერთის ჰიპოთეზასთან, ეს რაღაც დონეზე მას დაეხმარება. რომ არ გაიჭედოს ამ საკითხში მათ შორის რაციონალურ დონეს. იმიტომ ნახეთ, მაგალითად მორწმუნეს რო შეემთხვევა ტანჯვა, რადგან წინასწარ ჯერა ღმერთის და მათ შორის იმის რო ღმერთი იტანჯა, ამის ფონზე მას ხო უფრო მეტი мотиваცია აქვს ტანჯვას გაუძლოს. ვიდრე ის, ვინც იძახის არაგონიერი მიზეზების დაუგემო კომბინაციის შედეგი ვარ, არავის არ ვაინტერესებ, მე ვიტანჯები თუ სიხარულში ვარ, იმას უფრო გაუჭირდება ტანჯვის გაძლებას წინდა ფსიქოლოგიურ დონეს. ამიტომ ეს დონეც აქვს ამას. ანუ მეორე არის ტანჯვაზე რა იმუშავებს პრაგმატულად ჩვენ გონებაში, ანუ რის დაჯერება ჯობია, რომ ტანჯვას უფრო გაუძლოთ. ეს ასპექტიც აქვს, თუმცა ეს არ ძვლის ონტოლოგიურ რეალობას, ანუ ჩვენ შეიძლება რაღაც ჰიპოთეზით ტანჯვას გაუძლოს, მაგრამ რეალური მიზეზი სხვა რამე იყოს ამ ტანჯვის. ამიტომ მე ვფიქრობ, ესაა ბევრდონიანი საკითხი, მარტო ამას შეგვიძლია ვისაუბროთ 2 საათი, უბრალოდ ობიექტურად შეგვიძლია მაგალითად ტანჯვის საკითხი ცალკე გავშალოთ, იმიტომ რომ ცოტა სიღრმისეულ. ამიტომ ვფიქრობ, ობიექტურად ძლიერია, ანუ მე ეხა უბრალოდ ახან არსებობს ორი კლასიკური არგუმენტი ღმერთის არ არსებობის წინააღმდეგ და ერთ-ერთი მათგანი არის ტანჯვის რეალობა და სიმძიმე. უნდა შევხებოთ. აი მაგალითად, ბოდიში, რაც შეეხება აი რაციონალურ ასპექტს, რა მე გეთანხმებით, რომ ეს რთული არის, ეს ყოველთვის პიროვნული არის, ასევე რა. ეს არ არის აბსტრაქტული, აკადემიური. მოდით ვიმსჯელოთ, რატომ იტანჯებიან ბავშვები ხო აფრიკაში, ან აბორტები ძალიან რეალური. ხო, ანუ ეს შენ გეხება, ეს ყველას გვეხება ჩვენ. ხო, და განსაკუთრებულად, როდესაც პირადად ვიტანჯები. განსაკუთრებულად, იქ უკვე რაციონალური უკან გადადის, ხო? მაგრამ ერთი მომენტი არის ასევე, რაც მე ვფიქრობ, მიზანშეწონილია, უნდა ვთქვათ, რომ თუ ღმერთი არ არის, რაც შეეხება სამართლიანობას, სასჯელს, პასუხს, ყველა უსამართლობაზე სამართლიანი პასუხი სოფლიო სამყაროს ისტორიის მასშტაბით არ გაეცემა მაშინ, არ იქნება გაცემული. და ქრისტიანული თეიზმის თანახმად ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ თუ არა, ან ფიზიკურ სიცოცხლეში თუ არა, ისტორიის ბოლოს ეს ხატონში, ხო? ბოლოს ყველა უსამართლობას გაეცემა პასუხი ბოროტ მოქმედების ყველანაირი. ყოველ შემთხვევაში სამართლიანობის იმედი არის თეიზმში აქ თუ არა, მაგრამ ტანჯვათა გადატანის შემთხვევაში. ტანჯვათა გადატანის შემთხვევაში ხო აი ეს არის ხო ერთი შესაძლო. ქრისტიანი უნდა ვაღიაროთ ეს სიმძიმე. მეორე არგუმენტია ყველაფრის მეცნიერული ახსნის შესაძლებლობები და წეგან წყლის ილუსტრაცია რომ მოვიყვანეთ. ლაშა უბრალოდ თუ ღმერთი არ არის, მაბატეა რა, თუ ღმერთი არ არის, მაშინ და თუ ათეიზმია და ამ სამყაროთი ყოველფერი მთავრდება, მაშინ იმის იმედიც არ არის. არა, არ მთავრდება. კი, აქ ეგ დონე მაგის თქმა მინდოდა, უბრალოდ. მაგალითად ღმერთი თუ არ არის, მასივარი რო გაფუჭდა, უსამართლოა, ანუ ნაწილი გაუფუჭდა. ეგრე უნდა ანუ თუ მატერიალური ობიექტების კომბინაციის შედეგია. ნახეთ თვითონ პრეტენზია რატომ არის ბოროტება, წინასწარ მოიაზრებს რომ უკეთეს ელოდი. და უკეთეს იმიტომ ელოდი, რომ უკვე წინასწარ მოიაზრებ, რომ ვიღაცა სრულყოფილმა შექმნა სამყარო და არ ელოდი, რომ ესე ცუდია. აბა თუ ესენი მოხსენი რითი ხარ უკმაყოფილო? ხო. ანუ ეს პასუხიც მიუღებელია, რომ რატომ არის ბოროტება, იმიტომ რომ ადამიანი ხარ ბოროტი. ხო. იმიტომ რომ ბუნება არის ბოროტი, ადამიანის არჩევანია ეს. ხო, მაგრამ პროექცირება რა თქმა უნდა უფრო მარტივია ღმერთზე. მე უბრალოდ ვამბობ, რომ თვითონ უკმაყოფილება უსამართლობით უკვე მოიაზრებს იმას, რომ უკეთეს ელოდი და კითხო, უკეთეს რატო ელოდი. ანუ ნახე, ხარის დაბერვით და გრავიტაციის კანონით რო აიწყოს საათი და რო თქვა, რომ უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ 2 დღეში გაჩერდა. ის არ გიკვირს საერთოდ რომ 2 დღეს სწორი დრო აჩვენა. იმიტომ არავის არ დაუგეგმავს. ამიტომ მან ძალიან ბევრი დონეებია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგზავნოთ. ყველაფრის მეცნიერული ახსნის შესაძლებლობებიდან. ეს არის ამას სციენტისტური არგუმენტები. ეს არგუმენტი ისევ გააჩნია ყველა მკვლევარის სხვადასხვა პასუხს იტყვის, რა თქმა უნდა, ანუ ეს ყველა არის დებატების ობიექტი, ანუ ნებისმიერი აი თანაბარ დონის მკვლევარები რომ მოიწვიო, ამაზე იტყვის ვეთანხმები, ამას ვიღაცა იტყვის არ ვეთანხმები. ანუ ეს არ უნდა გვეკონოს, რომ ეს არის დადასტურებული რაღაცები. ეს არის რაზეც ხალხი ათასობით წლები მსჯელობს. ამიტომ მეც ისევ ჩემ პერსონალურ ცირეცოდნას დაყნობით, რაც მე ამ ეტაპზე მჯერა, რომ რაციონალურია, იმას ვიტყვი და მანამდე ობიექტური მიმოხილვა. ანუ ეს არგუმენტი ამბობს, ეს თომა აქვინელმა იცოდა ეს არგუმენტი, ნებისმიერ რამე დაასახელეთ კოსმოსზე და აიხსნება ღმერთის გარეშე.
და ბოლოს ვთავრდება ესე, რომ ამიტომ ღმერთი არის არააუცილებელი ჰიპოთეზა. ანუ რატო შემოგაქვთ თუ მის გარეშეც იხსნება. და ხშირად ამ არგუმენტის შეტრიალებული ვერსია კიდე ქვია God of the gaps argument. ანუ არგუმენტი სიცარიელების ღმერთიდან. ანუ მაგალითად, აი თუნდაც DNM სტრუქტურაში რატოა ესე, არ ვიცით, რადგან არ ვიცით, ამიტომ ღმერთმა შექმნა. ანუ არგუმენტი არის, რომ რაღაც რო არ ვიცით, ამიტომ არსებობს ღმერთი. ეხა ისევ ჩემი პირადი მოსაზრება არის ესეთი. რეალობის ბოლო ყველა შესაძლო ახსნა არის მეტაფიზიკური დეფინიციის დონეზე. ანუ პირველი არც ერთი არ არის ემპირიული. მეორე ეს კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური გამოცდილებითი არც ერთი არის. ანუ ღმერთის ალტერნატიული ჰიპოთეზების მეტაფიზიკური, ანუ მულტივერსი ვინ ნახა, რომელიმე მეცნიერმა ნახა უსასრულო რაოდენობის სამყარო, მერე დააკვირდა ყველა სხვადასხვა ფიზიკის კანონებს და მერე შეადარა ჩვენსაც და ამიტომ ვართ ჩვენო. ესეც მეტაფიზიკაა. ეს არნიშნავს რომ არასწორია, უბრალოდ მეტაფიზიკა. ამიტომ ეს ნიშნავს რომ ესე არ არის ღმერთი versus ემპირიზმი. ღმერთი versus სხვა მეტაფიზიკები. და ღმერთი არის ერთ-ერთი მეტაფიზიკური ჰიპოთეზა ისტორიულად და დღესაც. ხავარი რა არის? ახლა მე გეტყვით ჩემ მოსაზრებას. ნახეთ, კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური არგუმენტის ერთ-ერთი მიზანი რა არის? აჩვენონ, რომ რასაც ეს არგუმენტები ცდილობენ რომ ახსნან, იმას ღმერთზე ნაკლები მიზეზი ვერ ახსნის. ეს არის ერთ-ერთი ლოგიკა. როგორც მაგალითად ნახეთ, საათს არა მარტო გონიერი მიზეზი ჭირდება, მაგალითად საათს მაიმუნიც კი ვერ აარწყობს, არა და გონიერია. ანუ ჭირდება გონიერი თან რაღაც გრადაციით გონიერი. და არა უბრალოდ გონიერი. მას ცხოველს გონიერია, მაგრამ საათს ვერ აწყობს. მაგალითად გონიერებას ძალის მაგალითი გამახსენდა, ხო? კვალს რო ეძებს, ერთს დაყნოსავს. არა, მეორეს დაყნოსავს, არა და მხოლოდ მესამე არსებობს, აღარ ყნოსავს. მიყვება იმას, ანუ ესეც რაციონალიზმია ჩადებული. იმას ავიძახე ადამიანურ გონება აქვს მეთქი მე, რაღაც ჭკუის ასპექტი თვითონ ავლენს რა. სხვადასხვა ცხოველებს სხვადასხვა რაციონალიზმის სტრუქტურა აქვს. მონადირეების დაკვირვებაა. ზოგ ცხოველს ზოგი უნარი ჩვენზე მეტად განვითარებული აქვს, არა თუ უბრალოდ ჩვენ გვაქვს აბსტრაქტული მსჯელობა და მორალური პრიზმიდან საკითხების შეხედვა, რაც სავარაუდოდ ცხოველს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში არ ავლენს. მოკლედ მე ვფიქრობ ესე, მეცნიერულად სამყარო ვერ აიხსნება საბოლოო დონეზე, ღმერთი რო არ არსებობდეს მაინც. აი ეს არის ჩემი თეზისი. ანუ აქ ღმერთი არაფერ შუაში არ არის. ყველა ბოლო დონის ახსნა არის ხელით ვერ შეხებადი. რეალობის ბოლო დონეებს ვერ შეეხები. ესენი არის აბსტრაქტული პრინციპები. უბრალოდ ამიტომ ეს არის ფილოსოფიური საკითხი. ფილოსოფოსები დაჯდებიან ღმერთის ჰიპოთეზას, სხვა ჰიპოთეზები და დააჯახებენ აბსტრაქტულად. მე ვერცეთ მეცნიერი შუაში ვერ ჩადგება, რომ აი წამოდი ექსპერიმენტში გაჩვენებთ მაგის ახსნას. ჩემი აზრით ეს თვითონ საკითხია high level-ზე. მოკლედ თუ გვინდა ამის გავლა. კი ბატონო. აი რას ცulis ის არსებობს თუ არა ღმერთი კონკრეტულად ფილოსოფოსისთვის, მეცნიერებისთვის და ზოგადად ადამიანისთვის და კაცობრიობისთვის. და თქვენი პასუხიც მაინტერესებს, რა თქმა უნდა, რომ ამით დავასრულოთ ამ კითხვის გარშემო ვისაუბროთ. რას ცulis ის არსებობს თუ არა ღმერთი? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი თვითონ მორწმუნეებიც ფიქრობენ, რომ ეს არგუმენტები არის ლამაზი, გონების ვარჯიში, მაგრამ თვითონ ამ არგუმენტებს არაფერი შედეგი არ მოაქვთ. მე მინდა მათ უთხრა, რომ ამ არგუმენტების გამო, ამა თუ იმ არგუმენტების გამო სტატისტიკაც კი არსებობს, რომ ბევრს დაუჯერებია ღმერთის არსებობის. ანუ წმინდად სტატისტიკური, ემპირიული არგუმენტი მომაქვს, რომ ეს არგუმენტები ახდენს გავლენას ადამიანზე. ანუ ეს არ არის, რომ ეს არგუმენტები კია, მაგრამ ვისაც კი ღმერთი დაუჯერებიან არა, ამ არგუმენტების მიღმა ორივეს. უბრალოდ ეს ცალკე თითქოს თამაში არ არის. ეს ეხება ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი მნიშვნელოვან რაღაცებს არ იჯერებს სერიოზული მიზეზების გარეშე. ეხლა მე რო ადამიანს უთხრა, რომ იტალიაში უნდა გადახვიდე საცხოვრებლად და იქ უნდა იცხოვრო 10 წელი. ხო არ მეტყვის, რომ კარგი, ხვალ წავალ. ანუ რაღაცა ძალიან ძლიერი არგუმენტები თუ არ მოიყვანე, ასე რადიკალურ ცვლილებებას მის ცხოვრებაში არ შეიტანს. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის, ასე ვთქვათ, ოპერირების სტრუქტურა. ამიტომ მე ვფიქრობ, არგუმენტები ძლიერია, როგორც ათეისტებს, ასევე თეისტებს, სწორედ არგუმენტების გამო შეერათ, ან არ ჯერათ ღმერთის არსებობის, ღმერთთან მიმართებას აქვს სხვა დონები, უკვე პიროვნული, შეიძლება ღმერთი ადამიანს ათეისტებსაც კი აქვთ ეს ხაზი, არა ყველას ისევ დიფერენცირებულად მიუღებლობა თვითონ ღმერთის იდეის, აი ესეთი ფრაზა როა მაგალითად ღმერთი არ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს ბოროტია. აი ეს შიდა ლოგიკა აქვს, ბერტრანსესაც ჰქონდა ეს, ამიტომ აქ პიროვნული განსხვავება. ანუ ზღუდავს თუ აღიარება მის არსებობას, ბოროტად უნდა აღიაროს. ლოგიკა რახეთ რა არის, ანუ ადამიანს პიროვნულად არის გაბრაზებული ღმერთზე. სწორედ მაგალითად ამ უსამართლო ტანჯვების გამო ვერ ახსნა. ამიტომ ამბობს თუ ღმერთი არსებობს, ის არის ბოროტი. ანუ არ ჯერა, მაგრამ იცის რომ შეუძლებელია იცოდა რომ ღმერთი არ არსებობს და რა ალბათობაც დაუტოვა, არის ის ბოროტი ღმერთია, ის სავარაუდოდ რომელიც არსებობს. არის ესეთი მიმართებაც. ამიტომ მიდრეკილია არ დაიჯეროს ღმერთი. იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ვამბობთ რას ცulis არსებობს თუ არა ღმერთი.
არსებობს ისეთი თეზისები, რომლებიც სწორია თუ არა, ძალიან ბევრს ცვლის ჩვენთვის. ამას ეწოდება საბოლოო თეზისები ან ეგზისტენციალური, რაც ჩვენ თქვით. და ასევე, ამიტომ ღმერთი არსებობს თუ არა, ჩემი აზრით ეს არის ცენტრალური თეზისი. ანუ თუ არსებობს პიროვნული ღმერთი, რომელმაც შექმნა ჩვენ თან გარკვეული მიზნით და არსებობას გვინარჩუნებს, როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ეს სწორია თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ამას თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ რას აქვს მნიშვნელობა? ანუ შეუძლებელია ადამიანმა ისეთ რაღაცაზე თქვას, არ აქვს მნიშვნელობა, რაც მისი ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ დონეებს ეხება. აი ყველაზე ბანალური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ადამიანს რა ჩუქოს სახლი და რო თქვას, არ მაინტერესებს ეს სახლი სად არის და როგორ არის მოწყობილი. და შენ ცხოვრობ იქ და როგორ არ უნდა გაინტერესებდეს შენ ვინ შექმნა, აქ როგორ მოხვდი და რატომ. ანუ ეს შეუძლებელია არ დაგაინტერესოს, იმიტომ რომ ეს არ მაინტერესებს, ნიშნავს თქვა რომ არ მაინტერესებს ჩემი თავი. ანუ ეს უფრო დეპრესიულ ადამიანს განაცხადებს ვიდრე რაციონალისტი ადამიანს. ამიტომ ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, ბევრს ცვლის და ბევრს რო ცვლის, ამიტომ არის ეს არგუმენტები. ანუ მთელი კაცობრიობამ ამხელა რესურსი დახარჯა, რომ იქნებ ეს გაიგო. იმიტომ რომ იცოდა რომ ამ საკითხზე რომელი თეზისია სწორი, ყველაფერს რო ცვლის. ამიტომ დახარჯეს ამდენი დრო. გია რას ცვლის არსებობს თუ არა ღმერთი სამოძღვრო ქრისტიანულ თვალსაზრისით, აი როგორც ამ კუთხით მაინტერესებს თქვენ. ჩემის აზრით ყველაფერს ცვლის. ჩემის აზრით ყველაფერს ცვლის. ძალიან ბაქარმა ახსენა, თუ ღმერთი არსებობს, თუ ღმერთი არსებობს კეთილი, მოწყალე, მოსიყვარულე, ყოვლის მცოდნე, შემოქმედი, რომელსაც იმდენად უყვარს ქრისტიანული თეიზმის თვალსაზრისით, ბიბლიური თეიზმის, იმდენად უყვარ ხარ შენ ადამიანი ცალკე აღებული პიროვნება, შენი ტკივილებით და სისუსტეებით, with your brokenness რო იტყვიან, ხო, აი ეს დაცემულობით, შენს იქ სადაც ხარ, იქ როგორიც ხარ, ისეც როგორიც ხარ. და თუ ადამიანი აი ამ თეზის, აი ამ ცნებას, აი ამ არსებობას მიიღებს და ხდება ეს შეხვედრა მაშინ აუცილებლად ხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ არ მოხდეს. მაშინ ყველაფერი იცვლება ადამიანის ცხოვრებაში. მე ამის თქმა შემიძლია არა მხოლოდ ასე ვთქვათ თეორიულად, აკადემიურად მე თვითონ განვიცადე ეს შეხვედრა, მესმის ეს სუბიექტურია, სრულად გასაგებია ეს. მე განვიცადე ეს, მაგრამ ეს იმოქმედებს ადამიანის აზროვნებაზე, ეს შეუძლებელია არ იმოქმედოს ადამიანის აზროვნებაზე, მსოფლმხედველობაზე, ფასეულობათა სისტემაზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე, მიდგომაზე. ეს აუცილებლად მის როლზე იმოქმედებს საზოგადოებაში, ოჯახში და გარდამქმნელ გავლენას მოახდენს. ძალიან პოზიტიურს, კეთილს და პოზიტიურს. შეუძლებელია რომ არ იყოს ეს. ჩვენ ხა გინდა თუ არა პრაქტიკულ საკითხებს ვეხებით, ხო? ახლა ახალი თემა არ არის, მაგალითად აბორტების რაოდენობა სტატისტიკა საქართველოში არის. შოკის მომგვრელია მართლა. სოფლიოში. თუმცა განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთად მოწინავე რიგებში ვართ რა. და ვარირებს ეს რიცხვი განქორწინებების. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვართ ქვეყანა, საზოგადოება ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი, მაგრამ როგორ ჩანს ღმერთის არსებობა, აი ეს რეალობა, ჩემს რეალობას არ ეხება მაინც. ეს რჩება სადღაც თეორიულად, სადღაც ნომინალიზმის პრობლემა. ხო, ეს ნომინალიზმის პრობლემაა, გასაგებია, კი ბატონო, მაგრამ შეუძლებელია, ანუ როდესაც თუ ღმერთი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აი ამ სამყაროში, ამ ფიზიკურ ჩაკეტილ იმაში ოთახში აღარ ხარ, შენ მარტო არ ხარ. და ეს სამყარო არ არის ძალიან მეგობრული. არ არის ძალიან მეგობრული, ხო? და ხშირად მტრულადაა განწყობილი. შენ მარტო არ ხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აი ეს ღერძი, მნიშვნელოვანი ღერძები შენი არსებობის, შენი ცხოვრების, მიზნის, მიმართულების, არსის, აზრის, იდენტობის, ნიშნელობის შენ შეგიძლია რომ მასში იპოვო.
და შენ ხდები ადამიანი სისავსეში, სისრულეში. თუ ღმერთი არსებობს, მაშინ არის ადამიანი, სრულად ადამიანი, სავსედ ადამიანი. თუ ღმერთი ადამიანი თვითკმარი ვერ იქნება, ადამიანი თვითკმარი ვერ იქნება, ვერასოდეს ვერ იქნება. ადამიანი ილუზიაში იმყოფება სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ არის თვითკმარი, მაგრამ და ცდილობს ამას, მაგრამ ვერასოდეს ვერ იქნება. ადამიანი ავგუსტინეს სიტყვები მოგიხსენებათ, ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანში. მე ვერ დაისვენებ შემი გული თუ არა შენში აღსარებანში. ვერ განისვენებ შემი გული, ხო? თუ არა შენში. ზუსტად თქვა. ეს არ არის მხოლოდ თეოლოგიის, ეს ეგზისტენციის არსის, ჩემის აზრით, სუბიექტური აზრით, მე ამას ვამბობ ამას. საკითხია ეს ჩვენს არსებობას ადამიანის ეხება. რისთვის ვარ მე ამ ქვეყნად? თუ ღმერთი არ არის, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ჯიმ მორისონის ერთ-ერთი ალბათ მოგიხსენებათ ეს კლუბი იყო 27-იანების კლუბი, ბრიტანული ძირითადად, მაგრამ ამერიკული როკის 70-იანების 27 წლის რამოდენიმე ცნობილი როკ მუსიკოსი გარდაიცვალა. ძირითადად ნარკოტიკების გამო, მაგრამ ერთ-ერთ თავის სიმღერაში The End ქვია სიმღერას დასასრული, ხო? ისეთ სიტყვას ამბობს, რომ თუ დასასრული არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, დასასრული არის ჩემი ერთადერთი მეგობარი. და იქნება ეს მორისონი, თუ იქნებიან ესე იგი ეგზისტენციალისტები, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ თუ არ მართლაც წრფელი ჩემს თავთან, სამყაროსთან, აი ამ ჩაკეტილ სამყაროსთან, ამ ოთახთან, მაშინ სიკვდილი არის შენ ერთადერთი დასასრული, ერთადერთი საუკეთესო მეგობარი. შეიძლება ძალიან უხეშად ჟღერს კატეგორიულად, მაგრამ ყველაფერს ცulis ლაშა ღმერთის არსებობა, იმიტომ რომ ზუსტადაც იმიტომ რომ ღმერთი არის კეთილი, ღმერთი არის პიროვნება, ღმერთი არის კეთილი, ღმერთი არის მოწყალე, ღმერთი არის ინიციატორი, ღმერთი არ არის დეიზმის ღმერთი, არამედ პიროვნული, მოქმედი ის ვინც დგავს პირველ ნაბიჯს, მან გადადგა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაცობრიობის ისტორიაში. შექმნის დაცემის მერე. განკაცდა ღმერთის ძე. განკაცდა და ჩვენს ტანჯვაში შევიდა, შუაგულში. ყველაზე მძიმე, ყველაზე ღრმა, ფსკერამდე მიაღწია აი ამ ტანჯვის. იმისთვის რომ დაგვაბრუნოს თავისთან. ამაზე ეს არის კეთილი უწყების არსი. ამაზე ლამაზი და ამაზე მეტად იმედის მომცემი გზავნილი არ არსებობს. მეგობრებო, ათეიზმს არ შეუძლია მსგავსი რამის მოცემა. ნატურალიზმს, მატერიალიზმს არ შეუძლია. ადამიანმა თვითონ უნდა იმოქმედოს, იმუშაოს და შექმნას. ამიტომ აი ესეთია ჩემი პასუხი, ცulis ყველაფერს. მადლობა დაგითხრა გია და ბაქარო ვიყავით დღეს აქ ჩემთან ერთად და მეც მინდა გითხრა საინტერესო მსჯელობა გქონდა. ერთი ათეისტი მეგობარი მყავს და კარგად მეგობრობთ ყველაფერს. ვეუბნები ხოლმე, შენ სიურპრიზი გელოდება მეთქით, რა სიურპრიზია? რომ წარდგები, ღმერთი გეტყვის, მობძანდით, მე ვარსებობ. და ჩვენი მოლოდინი გამართლდება მეთქი ვიცი. ცინის ხოლმე რა თქმა უნდა, ეს მტკიცებულებისთვის კი არ უბრალოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ ხოლმე. ეცეთ საინტერესო სურათი რო წარმოვიდგენია, როგორ უყურებს ღმერთი ადამიანებს, მეცნიერებს, დოქტორებს, განათლებულებს, ყველაფერი მიაღწიეს ყველაფერს, რომლებიც სერიოზულად მსჯელობენ, არსებობს თუ არა ღმერთი. როგორ პერსპექტივიდან, ხო? ღმერთია თავისი პერსპექტივიდან ზუსტად. თუ ღმერთი არსებობს, რანაირი უცნაური სიტუაცია იქნება, რომ წარმოვიდგინე ღმერთმა შექმნა ადამიანი. ყველა მიზეზი, რაც ადამიანს არსებობას უნარჩუნებს, აბსოლუტურად ყველაფერი ღმერთმა შექმნა და ისე შექმნა, რომ ამ ადამიანს შეუძლია თვითონ ის უარყოს და თან გააგზავნოს ცხოვრება და თან იყოს ბედნიერი. ჩემთვის თუ ღმერთი არსებობს, აქ ჩანს ღმერთის სიდიადე. რომ ის არ ეხვეწება ადამიანებს, რომ აი მაგიარეთ რომ დიადი ვარ, მაგიარეთ რომ ჩემ გარეშე არაფერი არ შეგიძლია. მიუშვა ადამიანი რაღაც დონეზე და ვინც კი ღმერთის გარეშე ბედნიერია, იქაც კი არ ერევა. ალბათ ეს არის თავისუფლების საფასური. აი ეს არის ღმერთის ღმერთობა. რომ ის არ არის ადამიანის მსგავსი და ემოციური არსება. და ერთი მომენტია კიდევ, აი ამ თავისუფლებაში ადამიანი ისე ბოროტების თემასაც უბრუნდებით. ადამიანმა გააკეთა არჩევანი სამწუხარო.
კატასტროფული შედეგების მასშტაბის არჩევანი, მაგრამ ღმერთი პირველი თავებიდან დაბადების ღმერთი არის ის, ვინც გამოდის, ვინც ეძებს ადამიანს, ვინც ეძებს ადამიანს. მარტო ადამიანი არ ეძებს ღმერთს. მაგალითად ღმერთი ეძებს ადამიანს. ესეთი რომანი არსებობს სამით, ხატრული ლიტერატურაა, მაგრამ კარგი ილუსტრაცია და დავასრულოთ ალბათ. ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა და თითქოს რო კითხულობ, ჩანს რომ ბოროტებას მართავს ყველაფერს, ეს ვოლანდი ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ საულჯამში თეზისი მაინც ის არის, რომ კარგი ესეთი ბოროტია სამყარო, ესეთი ურთიერთდამჩაგვრელია, უარგისია, მაგრამ ამ სამყაროში კეთილი ადამიანების არსებობა ადასტურებს იმას, რომ მათ აქვთ რაღაცა ზემხარდაჭერა, სხვაგვარად მათ კეთილად ყოფნის სურვილი არ ექნებოდათ. ჩვენ ის საინტერესო აზრია ნამდვილად. ძალიან ძლიერი აზრია. ეს რომანი მხოლოდ ფრაგმენტებით თუ ხედავ იქ, აი სიღრმისეულად სინამდვილეში ესეთი დასკვნა ამ რომანთან დაკავშირებით ბევრი დასკვნებია, მაგრამ მე ვფიქრობ ერთ-ერთი ეს სიღრმისეული აზრება არის და ვეთანხმები, რომ კეთილი ადამიანების არსებობა ამ სამყაროში ადასტურებს, რომ მათ ზე მატერიალური მხარდაჭერა აქვს. სხვაგვარად კეთილად ვერ გაუძლებდნენ ამ სიკეთეს, ხო? კი ბატონო. მაგრამ ეს ბოროტების და სიკეთის საკითხი ალბათ შემდგომ შემდეგ შეხვედრისთვის დავიტოვოთ. მადლობა. მადლობა. თქვენ მადლობა მოწვევისთვის.